მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ანალიტიკა, რომელსაც წარმოგიდგენთ მე თენგო ომანიძე, მერაბ ჩიქაშვილი და ცოტნე მარღია. გამარჯობათ მეგობრებო. გამარჯობათ. დღეს გვინდა ვისაუბროთ ძირითადად საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებზე. უნდა ვთქვათ, რომ ქართული პოლიტიკისთვის წინაკვირა არ იყო მაინდამაინც რაღაც განსაკუთრებული ინფორმაციები დატვირთული, ბუნებრივია იყო რაღაც ისეთი ტიპის სიახლეები, როგორიც არის მაგალითად სურაბგირჩი ჯაფარიძის ციხიდან გამოსვლა და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეთი რაიმე თემა, რასაც შეიძლება რომ აი ანალიტიკური გადაცემა მიუძღვნა და ამაზე ისაუბრო, ძალიან ნაკლებად. ამის საპირწონედ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე არის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, სიახლეები. საინტერესო არის ის ფაქტი, რომ როგორც კი მშვიდობა უახლოვდება გარკვეულ ლოგიკურ დასასრულს, აი თითქოს რაღაცა შეთანხმება უნდა მოხდეს, მაშინვე გამოჩნდება ხოლმე რაღაც ისეთი ინფორმაცია, რაღაც ისეთი მოქმედება მოხდება, რაც აი აფერხებს შემდეგ უკვე ამ სამშვიდობო პროცესის ბოლომდე მიყვანას. ერთი ასეთი შემთხვევა იყო ამ კვირაში სწორედ ის, რომ Reuters-მა, რომელიც გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა, დაბეჭდა ანონიმური, მათ ასე ვთქვათ, ანონიმურ წყაროზე დაფუძნებული ინფორმაცია, რომელიც ამბობდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ანგარიშის მიხედვით რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპის სამხედრო ძალით დაპყრობა. და თითქოს ეს არის პოზიცია, რომელსაც ავრცელებდა და რომლის წყაროც იყო ამერიკის საგარეო დაზვერვა. ის რომ ეს ინფორმაცია იყო დეზინფორმაცია სინამდვილეში, ეს თავად დაზვერვის შეფმა, CIA შეფმა ტულსი გაბარცმა დაადასტურა, ის გამოსაგანგებო პოსტი მიუძღვნა, ასე ვთქვათ, მან ამ თემას და პირდაპირ დაადანაშაულა Reuters-ი სრულ ინფორმაციის გავრცელებაში. მან თქვა, რომ არანაირი მსგავსი ინფორმაცია შტატების დაზვერვას არ აქვს და პირიქით, მაშინ ეხლა ვიტყვითო სიმართლესო, რაც იყო ჩვენი ანგარიშიო და ჩვენი ანგარიში არის ამის საპირისპირო, რომ სინამდვილეში რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს ნატოსთან პირდაპირი კონფლიქტი და ის დაინტერესებულია მშვიდობის მიღწევითო. ეს იყო ზუსტად ის ინფორმაცია, რაც ჩვენ პოლიტიკოსებს გადავეცითო. ხოლო Reuters-ი კი ამის საპირისპიროს ბეჭდავს, რაც ნიშნავს, რომ და თავად ტულსი გაბარცი შეაფასა ეს ყველაფერი ასე, რომ მილიტარისტული ძალები, ომის მომხრე ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ ტრამპის მცდელობები მიღწეულ იქნას მშვიდობა, რამენაირად ჩაშალონ და ამ პროცესს მოუწყონო საბოტაჟიო. ცოტა მოგვიანებით მას ასევე ჰქონდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც მინდა რომ ჩვენს მაყურებელს შევთავაზოთ და მოვასმენოთ, სადაც ის პირდაპირ საუბრობს იმ ინტერესებზე, რაც აქვთ ამ შემთხვევაში აი ამ ომით დაინტერესებულ ძალებს, deep states, როგორც თავად ტულსი გაბარცი იყენებს აი ამ ტერმინს. თუ შეიძლება მოვისმინოთ ეს ვიდეო. ისინი თესავენ შიშსა და ისტორიას იმისათვის, რომ ომის გაგრძელება გაამართლონ და პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევა ჩაშალონ. მათი მიზანია შეერთებული შტატები რუსეთთან კონფლიქტში ჩაითრიონ და საბოლოო ჯამში ეს ევროკავშირსა და ნატოსაც სურს. ყოველ ჯერზე, როცა პროგრესი მიიღწევა და ჩნდება მშვიდობის დამყარების იმედი, Deep State-ის მილიტარისტები აქტიურდებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამას ხელი შეუშალონ. დიახ, აი როგორც ნახეთ, ამერიკის დაზვერვის შეფი საუბრობს სწორედ იმაზე, რომ ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ გვიკვირს ხოლმე, რომ აი საქართველოს ომში ჩართვა უნდა ვინმეს და სასაცილოდ არ ყოფნით ხოლმე ხანდახან ეს ამ ჩვენ ზურფას ლიბერალებს და ამას არ აღიქვამენ, ასე ვთქვათ, საფრთხეთ და გონიათ გამოგონილი ნარატივი ან ვინმეს დაესიზმრა თითქოს ამგვარი საფრთხების შესახებ. ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის CIA შეფზე, ამერიკის საგარეო დაზვერვის შეფზე, ალბათ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანზე, დედამიწის ზურგზე, რომელიც პირდაპირ ღიად ამბობს ამას, რომ ნატოც და ევროკავშირიც და Deep State-ის ეს მილიტარისტული ძალები დაინტერესებულნი არიან, რომ შეერთებული შტატები ჩართონო შეიარაღებულ კონფლიქტში რუსეთთან. ეხლა მაშინ, როდესაც აი მართლაც მსოფლიოს ნომერ პირველი სახელმწიფო აცნობიერებს ამ რისკებს, ის დგას აი ამ რისკების წინაშე და ის ცდილობს, რომ ეს ყველაფერი თავიდან აირიდოს, გასაკვირი უნდა იყოს ის, რომ საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც უშუალოდ ემეზობლება რუსეთს და პრინციპში არაერთხელ ღიად იყო ნათქვამი, რომ ჩვენი მხრიდან აქ რაღაც მოქმედებების განხორციელება შვებას მისცემდა იქ უკრაინელებს და ამ შემდეგ, ეხლა ვინმე რო ცდილობდეს, რომ საქართველოსაც ანალოგიურად
რაიმე პროვოკაცია მოუწყოს, ამაში გასაკვირი უნდა იყოს რამე. აი მე რა საინტერესოა ამაზე რომ ვიმჟელოთ, რამდენად არის ეს საფრთხეები მოხსნილი, განსაკუთრებით აი იმის ფონზე, რაზეც საუბრობენ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩაიარა შენი აზრით აი ამ ომში ჩართვის დესტაბილიზაციის, რაიმე პროვოკაციის საფრთხემ თუ ეს კვლავ არ ითქვის ეს? მივესალმები კიდევ ერთხელ ჩვენს ჩანელს და მაყურებელს და მივესალმები ასევე რა თქმა უნდა თავისუფალი, როგორც თავისუფალი არხის, ასევე სამეფო არხის მაყურებელს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ტელევიზიასო ჩვენ იმის შემდეგ რაც სოციალურ მედიაში აქტიურად ვაშუქებთ მოვლენებს სავსებით საკმარისად ალბათ შეიძლება ვერ, მაგრამ სავსებით ობიექტურად და რაციონალურად ვშევთ მოგვეცა საშუალება რომ ტელევიზიით არხების საშუალებითაც ამ ორ არხზე გქონდეს მაუწყებლობა. სხვა შორის აი ზუსტად შენი კითხვა რაც არის და ზოგადად დღეს თავარი კითხვა რაც არის თქვათ რომ არის თუ არა კიდევ ისევ საფრთხე რომ ისევ მოხდეს ომში ჩართვა გუშინ ბატონი კონსტანტინე ჟღენტი ყავდა გადაცემაში დროის სამართალი და სხვათა შორის როდესაც ამხელა გამოცდილების მქონე ადამიანი არაერთ თანამდებობაზე როგორც ელჩად არაერთ ქვეყანაში შემდეგ უკვე თქვათ თვითონ საგარეო საქმეთა სამინისტროში და უკვე მათ შორის ასევე რა თქმა უნდა მთელი რიგი საკითხები რომელი კონფლიქტებიც იყო თქვათ ამ ომამდე ბატონი კოტე კონსტანტინე ჟღენტი გუშინ სწორედ ამას ამბობდა რომ ცით დიპლომატები და ზოგადად დიპლომატია ხო არის ცოტა იმაზე მეტად საფრთხილოს რა თქმა უნდა მაგრამ პასუხისგებლობა ვიდრე ჩვენ აქამდე თქვა გვეგონა ხო იმიტომ რომ სწორედაც რომ აი ამ რიტორიკამ აი ამ პოლიტიკამ აი ამ რაღაცა მითითებებმა აი ამ რაღაცა დაძალებამ ხო ჩვენ ნახეთ რომ კი ამ პატარა ქვეყანამ ჩვენ გაუძელით რაღაცნაირად და დიდი ხანია უძლებთ მაგრამ თურმე არის იმაზე მეტი საფრთხე რომელიც ადრე თქვა ყველას ეგონა რომ ყველა ომი რომელიც თავდებოდა ხო, მაგათაც პირველი მსოფლიო ომი რო დამთავრდა, რაღაც დიდი გაერთიანებები შეიქმნა. თუმცა მან არ უშველა, მაინც მოხდა მეორე მსოფლიო ომი, ხო. შემდეგ უკვე რაღაცა, ხო, აი გაერო ნატო, რაღაც იმის ქოლგის ქვეშ, ამის ქოლგის ქვეშ. და ეხლა ჩვენ როცა ვისმენთ ასეთ რაღაცას, უკვე იმის მერე რაც ჩვენ გავიარეთ, ხო, ჩვენ როდესაც სხვა შორის უნდა აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ შევეხოთ იმ თემას, როდესაც პირველად ვინც სხვათა შორის გააკეთა განცხადება ღიად და თქვა რომ თქვენ გვითხრევთ ეს ისევ და ისევ იყო ირაკლი ღარიბაშვილი მაშინდელი პრემიერ-მინისტრი და სხვათა შორის მაშინ თუ გახსოვს შენ თენგო მე მგონი გემახსოვრება და ცოტნესაც უნდა ახსოვდეს მაშინ გარკვეულმა მედიამ არც თარგმნა ისე შესაბამისად სიკრონული თარგმნა იყო ამის ისე არ თარგმნა როგორც საჭირო იყო რაც მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა იგივე იმ დიდ სამიტებზე სადაც ის იღებდა მონაწილეობას და პირდაპირ უნდოდა ჩვენი ომში ჩართვა ხო ეხა კი ბატონო, აქ ვიღაცა იტყვის რომ თქვა მაშინ რაღაცა სხვა, ანუ მაშინ ესე ღიად deep state-ზე არ იყო ჯერ საერთოდ საუბარი და მით უმეტეს ვინ იფიქრებდა რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი პრეზიდენტი და ამჟამინდელი ადმინისტრაცია და ეხლა უკვე გაზვერვის უფროსი ქალბატონი, სხვა შორის რაღაცა ისეთი დამხვევაც არის, ხო? ინგლისში დიდ ბრიტანეთს ყავს ქალბატონი, მაგრამ ნუ ამბობენ ქართული წარმომავლობის, სულაც არ არის ეს ქართული წარმომავლობის, მისი მამინაცვალი იყო, თქვათ ქართული წარმოშობის. რაღაცა ისე საინტერესოა, ხო, აქაც ხალი ამ ორ დიდ ქვეყანაში და ჩვენ ვამბობთ ყოველთვის და ვიძახით და ხას უსვავთ, რომ ეს ორი დიდი ქვეყანაა, რა თქმა უნდა, მით უმეტეს თავის სადაზვერვო სკოლი და ასე შემდეგ. დღეს უკვე ამერიკის დაზვერვის უფროსი ამბობს ქალბატონი, რომ პირდაპირ ღიად უნდათ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთოს ომში პირდაპირ შევიდეს კონფრონტაციაში პირდაპირ რუსეთთან. ეხლა მაინც ალბათ ვიღაცებს ცოტა რაღაცა ფილმი აღარ გონიათ, ხო? ჩვენ მაშინ ჯერ კიდე გონებდნენ ჟურნალიაო, ჯერ ნახეთ, რას გიზავთო, მოგიწევთ ყველა ვარიანტში ჩართვაო და. ეხლა დღეს ალბათ ის ადამიანები, ვინც ცოტა მადლობა ღმერთს შეეცვალათ შეხედულებები და ვეღარ გააკრიტიკებენ და ვერც უნდა აკრიტიკებდნენ დღევანდელ მთავრობას არ მნიშვნელობა აქვს, მაშინ უბრალოდ კი
პირველი კაცი და პრემიერ-მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ ზოგადად ოცნების და ეს კარგად ვიცით ყველამ. ნუ ეხა რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს კი ბატონო ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაც რო არ ყოფილიყო, ან ხედვაც ეხა ვერც შეიძლება უთანხმოების ფონზე არ მოხდებოდა არც მაშინ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, თუმცა საკმაოდ რეალური და რეალური აღქმა იყო, რაციონალური შეფასება იყო, რა სრულიც ჰქონდათ. ეს იყო და ეს რაზეც ჩვენ ვამბობთ ყოველთვის, რომ ბეწვის ხიდი იყო და არის დღესაც, ხო? დღეს უფრო მეტად დაიძაბა სიტუაცია ჩვენერი ტიპის ქვეყნისთვის. და რატო? დღეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც შეყურებს მთელი დანარჩენი მსოფლიო, რომ ტრამპმა თქვა, რომ მე დავასრულებ ამ ომს, ვერ ასრულებს, უჭირს, ანუ ჩვენ ბევრი ტრანსფორმაცია ვნახეთ თუნდაც ტრამპის, ხო? ჯერ ამბობდით და აი ორ დღეში დაამთავრებს და მართლა შეძლებს. ჩვენს გქონდა ხშირად კრიტიკა ჩვენს გქონდა. მესმის ჩვენ რაღაც მოვლენებს არ ვასწრებთ, მაგრამ ჩვენ როცა ობიექტურად ვაფასებთ, სურვილია რომ ყველა სურვილია რომ ეს ომი მორჩეს. ვინც არ უნდა დაამთავროს ეს ომი, ნობელის პრემია კი არა, ანუ ის კიდე სხვა მეორე მესამე ხარისხოვანია, მთავარია რომ ომი დამთავრდეს და მშვიდობის ფონზე მე ხო ვინ ნობელის პრემიას აიღებს და ვინ საერთოდ ვერ აიღებს, ეს კიდე სხვა თემაა, მაგრამ დღეს უკვე ტრამპის ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის შეფი დირექტორი რო იტყვის ასე ვთქვათ, ხო? ქვია, ხელმძღვანელი რო იტყვის ასე ვთქვათ, ამ განცხადებას გააკეთებს, ბუნებრივია რომ 100 მაგათ უფრო მეტად ბეწვის ხიდი გახდა ჩვენთვის ეს თემა. და ეს არც მაშინ არ იყო ჩვენთვის დასაცინე, აბა ომში გინდა, აბა ომი გინდათ, გახსოვს, ხო გვახსოვს ჩვენ ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს და ბოლოს თავისი ფეხით წავიდნენ ციხეში. ხო, ეს ხო ნათელია, არავის ძალით არ დაუჭერია, ხო? დასრულებული არ ქონა ბრიფინგი, ქვია, საგამოძიებო უწყებებს პირდაპირ ციხეებთან მივიდნენ, ხო? დღეს ის ადამიანები უკვე თვითონაც ვთქვათ, ისე ვერ გააკეთებენ განცხადებას. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ზოგადად არა მარტო ხელისუფლებას თენგო, ალბათ ჩვენს კიდევ უფრო მეტად და ოპოზიციური პარტიები იქნებიან თუ არ ვიცი მე სახელმწიფო პარტია, ეს უფრო მეტად დამძიმებულია სიტუაცია, იმიტომ რომ ეხა რატო გააკეთებდა ამ განცხადებას დაზვერვა? საერთოდ რა არის დაზვერვა, ხო ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რა. წლების განმავლობაში შეიძლება რაღაც საკითხები, საფრთხეებზე საერთოდ არ საუბრობენ რა. საფრთხეებზე საუბარი არ არის. საერთოდ რაღაცა იცით რა არის რომ აი მეშინია და ვაიმე საფრთხე გვაქვს. ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის უფროსი ამ განცხადებას რო აკეთებს, ამით რისი თქმა უნდა, ვინმეს დახმარებას ითხოვს? არა, კოლგაში შესვლას ითხოვს. ამას არ პირველ რიგში პრევენციული სახე და საზოგადოების საკუთარი ამორჩევლის ჩაყენება საქმის კუთხეში აი ესეთი გულწრფელი კომუნიკაცია არა მხოლოდ ამერიკულ მოსახლეობასთან, ამ მომრჩევლთან, არამედ დანარჩენ მსოფლიოსთან, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არის ის კაცი და რეალობამ ესე მოიტანა, ჩვენ ვიცით რა ბატალიები გაიარა მან არჩევნებზე, დაამარცხა თქვათ ის deep state და მერე მოხდა აღიარება ბევრის, არამედ ის მთელ მსოფლიოსთან პასუხისმგებელია, იმიტომ რომ რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, რომ არა ჩინეთის თქვათ პრემიერ-მინისტრის და რუსეთის, ასევე ევროპული ისეთი ქვეყნების, რომელზეც ჩვენ ხშირად შიშით ცოტა ისეთი განცხადებები აქვს, მაგრამ დიდი ქვეყნები წყვიტავენ. ხო, სამი მთავარი ქვეყანა ეს არის, რომ არა ამ ადამიანების სიფრთხილე ჩვენით ვერ ვიმოქმედებთ, ხო? ჩვენი ვერსია, აი ხა საქართველოს რა ვერსია უნდა კონდეს ამ ომის დამთავრების. ან ნებისმიერ სხვა პატარა ქვეყანას, ხო? თუ არა გაქვს, თუ გათვალისწინებული არა გაქვს, არ უყურებ იმ პრიზმით, რომ დიდმა ქვეყნებმა უნდა შესწრონ ეს. და გუშინ ბატონმა კოტემ ეს თქვა ზუსტად კონსტანტინე ჟღენტმა, რომ გინდა არ გინდა, მოგწონს არ მოგწონს, ხარ რაღაცა კონფლიქტის ქვეშ, გაქვს უთულესი ამოცანები გადასაჭრელი რუსეთთან იქნება, ეს ჩინეთთან იქნება, ამერიკის შეერთებული შტატებთან, ხარ ოკუპირებული თუ, დროებით ოკუპირებული თუ, რაღაცა სხვა ეკონომიკური პრობლემები რამე თუ გაქვს, გინდა არ გინდა, დღეს ამ ყველაფერს წყვიტავენ დიდი ქვეყნები. შენ საკუთარ ბედსაც წყვიტავს დიდი ქვეყანა, რომლის მეზობელიც ხარ შენ და მსოფლიო მასშტაბით წყვიტავს დიდი ქვეყნები. ამიტომ მე მგონია, რომ ეს არის საკმაოდ საფრთხილო განცხადება და ამის პრევენცია, რადგან ეს არის და პრევენციულია, აქვე არის საუბარი ალბათ ერთხელ და სამუდამოდ, ალბათ მე ესე ვიტყოდი, რომ აი ხა რომ ცოტა აი შემოქმედებითად კრეატიულად რო ვთქვათ, ანუ ყველა განცხადების უკან რაღაცა დევს, ხო, რაღაცა კვეტექსტია, ხო? მე მაინც მგონია, რომ ეს არის განცხადება, სადაც საერთო გამოძახილი, ანუ კოლია, ეგრეთ წოდებული გამოძახილია, რომ
კიდევ ერთხელ ყველამ ნახოს, რომ ტრამპსაც კი გაუჭირდა, გვიჭირს, ხედავთ ხო, ფაზაში იყო მისული, უნდა გადაწყვეტილიყო ამ დროს, რა ვიცი, გამოხდება როგორც ყოველთვის დიდი ბრიტანეთი, გამოხდება ვიღაცა, რა ქვია, მაპატიე ცრული შეპყრობილი რაღაც არამხოლოდ რაღაც ლიბერალური მანტრით, არამედ სიგიჟეებით, რომ ამ ქვეყანას მსოფლიო მშვიდობა არ უნდა და რაღაცა პრობლემებს შექმნის და უკან დახევს ამ პროცედურას. მე მგონია, რომ ეს იყო გამოძახილი, რომ მოხდეს ყველა მთელი ქვეყნების მათ შორის გადამწყვეტი ქვეყნების, როგორც ევროკავშირში და ჩვენ ხედავთ ხო რაღაცა კარგი სიგნალი მოყვა მაკრონისგან, მაგრამ რო დავასრულოთ ეს მე მგონია რომ არის დიდი გამოცხადება, ეგრეთ წოდებული გამოძახილი იმისა, ან და სათქმელი, რომ აუცილებლად ან გადავწყვიტავთ ამ პრობლემას, ან იქნება მშვიდობა, ან ჩვენ გვექნება საშინელი თქვათ მესამე მსოფლიო ომი. რა ფორმით, როგორი ფორმით, ეკონომიური იქნება ეს, რა ქვია, ენერგეტიკული იქნება ეს თუ მეთოდებორს ატომური, მე მგონია რომ ამ ტრიბუნას ტრამპი არ გამოიყენებდა, იმიტომ რომ არ დაგვავისეს, ეს არ თქვა პოლიტიკოსმა. ეს განცხადება არ გააკეთა პოლიტიკოსმა. ჩვენ კარგად ვიცით რომ პოლიტიკა შეიძლება პოლიტიკის დიდი ნაწილია, სადაზვერვო სამსახურები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს განცხადება გააკეთა არა პოლიტიკოსმა, არამედ გააკეთა ადამიანმა, ხშირ შემთხვევაში რომელთაც ჩვენ არ ვხედავთ ხოლმე ხშირად ეკრანებზე, არც ბრიფინგებზე. ეხლა ჩვენ არ ქვეყანაშიც კი, სადაც ბევრ რაღაცა, ცოტა სიგიჟეებით ვიცით ხოლმე, მაგრამ გამიხარდა რომ არ გაყვნენ რაღაც ამ სატელევიზიო ხაზს, არ შეიძლება რა, ეხლა უსაფრთხოების სამსახურის უფროსები, დაზვერვის სამსახურის უფროსები ეკრანებზე არ ჩანან და არც რადიოში და არც Facebook-ზე და ასე შემდეგ. ანუ მაპატიეთ ჯარგონით არ პოსტავენ რაღაცა ახალ ამბებს, ხო? რადგან ეს გაკეთდა, ესე იგი ეს აუცილებელია, რომ ზუსტად გაიგოს ყველა ქვეყანამ, ყველა ქვეყნის ლიდერმა, არა მარტო ხალხმა, არამედ ყველა ქვეყნის ლიდერმა, სპეცსამსახურების სამსახურებმა და ასე შემდეგ, რომ აი ამ ტვინაღრძობ ზელენსკის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელიც თავიდან როცა ვამბობდი ჩვენ ამას, ყოველთვის რაღაცა ისე გვიყურებდნენ და გვისმენდნენ და რა ვიცი, ვინ არ ვეგონეთ, ხომ პირდაპირ ტრად გვაღიარებდნენ, რამე როგორ გქა ზელენსკიმ, აი ამ ტვინაღრძობ ადამიანმა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შესანიშნავი ქვეყანა, უდიდესი თავისი ქვეყანა, ხალხი იქნება ეს თუ ტერიტორიული დაენგრია და ბოლომდე მიიყვანა კატასტროფის წინაშე, აი ამ ტვინაღრძობმა კაცმა და მისზე მეტად ტვინაღრძობებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან, ხო? Deep State ერქმევა ამა თუ რაღაცა მავნებელი ხალხი, რომელიც სამწუხარო თანამედროვე პოლიტიკაში არიან, არ მიიღონ ის შედეგი, რაც დანარჩენ საზოგადოებას არ სურს, რა. სინამდვილეში უმცირესობა, უმრავლესობას ვერასოდეს ვერ უნდა მართავდეს, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ დემოკრატიაზე. ეს არის ძალიან მარტივი. მე მგონია რომ ძალიან სიფრთხილე უწევს მათ შორის ჩვენ ქვეყანასაც, იმიტომ რომ ჩვენ პირველმა ავანთეთ ეს ნატურები, ეგრეთ წოდებული სოსის დახმარების ნატურები, რომ ჩვენ გვითრევდნენ და ამაზე ძალიან ბევრმა ადამიანმა პირადი ღირსების შელახვის ფონზეც გაიარა, ბევრმა პოლიტიკოსმა და აქ რო გადავდოთ ყველაფერი, ჩვენო ქვეყანა ბეწვის ხიძე გაიარა და დღეს ყველაზე რთულ სიტუაციაში ვართ აი ამ გასაყარზე. აი ეს ხო ნაღდად ფაქტი არის, ეხა ხო ყველას გვახსოვს, რომ მართლა პირველი სახელმწიფო ვიყავით ჩვენ გადაჭარბების გარეშე, ვინც აი ამ სიგიჟეში აი რაღაცა პირველი სიმართლეების ლაპარაკი დაიწყო. იმიტომ იყო მართლაც აი შენ თქმის არ იყოს უპრეცედენტო შემოტევის ობიექტი, იმიტომ გავხდით და ამას შეაფასებს მე ისტორია დარწმუნებული ვარ და ღვთისმწყალობით ჩაივლის ეს პროცესები ისე რომ ჩვენი ქვეყანა ამ ყველაფრიდან გამოვა ზარალის გარეშე, მე ამისი მინდა მწამდეს, მაგრამ აი თავისთავად ისტორია ამას მე რო შეაფასებს აუცილებლად იქნება იქ ნათქვამი, რომ აი პირველი ოფიციალურ დონეზე პირველი სახელმწიფო, ვინც ამ სიგიჟე შეეწინააღმდეგა და რაღაცა ამის ყველაფრის აწინააღმდეგო თქვა, იყო სწორედ საქართველო, ხო? რავი, თუ სხვა მაგალითი გვაქვს, დასავლურ ბანაკში მყოფს ვიზა. თვითონ რუსეთში რო ამას ლაპარაკობდნენ და სადღაც მაგაზე კი არა მაქვს ლაპარაკობდნენ. დასავლურ ბანაკში, ვინც ხმა მოიღო რომ რაღაც იგიჟეს, ნუ გვაკეთებინებთ ხალხო, ეს იყო ნამდვილად საქართველო და ეს არის საამაყო ჩვენთვის ეხა. ვიღაცეები ლომჯარია იყო, ხო, რო იძახდა რომ პირიქით მწვენიაო და მირჩევნიო ბომბების მაცვიოდეს თავზე. არა მარტო ლომჯარია, ხო, ამის კადრები არსებობს. ხო, რა და ეხა რა არის იცით არო და ყველანი რო დარწმუნებული ვართ, რომ აი მართლა ეგეთი რამე თუ მოხდა, ვერც ნახავ ვერც ერთ ამ ქვეყანაში ისე გააცნებენ აქედან სვიშვილები უნდა დაიხოცონ მე იმში და თვითონ ემიგრაციიდან დაგმონ მე აქ რაღაც რუსული აგრესია და ეს ბედი არ გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს გვალაპარაკებს თორე რა თქმა უნდა ეხა თუ გარდაუვალია სამხედრო კონფლიქტი და გიწევს რომ უნდა იომო
ნუ თუ ომობ ეხა სხვა რას იზამ, მაგრამ მანამდე ხო ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ეს ყველაფერი თავიდან აიცილო. მაგრამ შენით გავარდე და რა ქვია, შევარდე, რომელი კაპიტანი ბუხაიძე მყავდა ეხა, რომელიმე იქიდან, რომელიც ამას ამბობდა და მით უმეტეს როცა შენ მართლა არ ეხება შენ ქვეყანას. მე არ ვამბობ, რომ ზოგადად სოფლიო პრობლემა არის, მასე დღემდე არის აბორიგენების ტომი, რომელიც დღემდე ჭამს ადამიანებს, სადღაც ვიღაცა საწყალ ჩოულებრივ. მას ავსტრალიის რომელიღაც კუნძულებზე, ხო, სადღაც იქ ეხა. ამის გამო ეხა გავარდეთ, რომ ისიც ჩემი ომია და არის რაღაც კანონზომიერება არის, რომელიც სხვა შორის ომსაც ახლავს თავის კანონზომიერები, ხო? ჩვენ მილიონი თეორია ვიცით და ძალიან ბევრი, როდესაც მით უმეტეს, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ იცი რა შეიძლება გაგიჩნდეს, რა თქმა უნდა, უნდა გაგიჩნდეს, რომ ის უნდა მოეწონოს, სადაც არ უნდა იყოს ომი და მით უმეტეს აგერ გვერდზე. მით უმეტეს როცა ხედავდა ჩვენ ხო ვიცით, რომ ერთი ომობდა ერთმანეთში და რაც ხდებოდა თან რა არის, იცი რომ გარდა იმისა, რომ თენგო შენ რას თქვი, რომ ჩვენ პირველები ვიყავით, მართლა ქართული სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება, მაშინდელი ეხლანდელი, ნუ უბრალოდ შეიცვალენ პრემიერ-მინისტრები და შეერთო. რა მნიშვნელობა აქვს? ბიზნესოვანიშვილი ხარ, რაც არ უნდა ვთქვა, რომ ჩვენ კულუარებში იყო თუ ზემოთ იყო თუ რა ქვია, ოთახში ისდა, ფაქტია, რომ ხა მისი გადაწყვეტაც იქნებოდა ეს, რომ საერთო კურსი, რომელსაც პოლიტიკური ვალდებულება, პასუხისმგებლობა აქვს იმ ხელისუფლების, რომელიც არის, ერთად გადაწყვეტავდნენ. მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის? ჩვენ იმის მომწრეების აღმოჩნდით, რომ ის კი არა რომ მარტო ომში გვეკაჩებოდნენ. არამედ როგორც კი პირველივე რაღაცაზე, თქვათ, წინააღმდეგობა გაუწია აქაულმა მთავრობამ და სწორადაც რომ არ გააგზავნა თვითმფრინავი, ის თვითმფრინავის სიგიჟე რეისი რო არ შედგა, რომ ჩვენ გაგვეგზავნა პირდაპირ ჯარისკაცები. როცა მაშინ იმ პერიოდში გერმანელებიც, ფრანგებიც ყველა ამბობდა, დღემდე ხო არ აყავთ ერთი ჯარისკაცი გაგზავნილი, მაგრამ ყველა ამბობდა, რომ ხო არ გაგიჟდით, არც ერთი ჯარისკაცი არ იბრძოლებს, ჩვენ გვეუბნებოდნენ. ის რეისი როა შესრულდა, იმ ღამესვე დილით აი ამ ზელენსკიმ დაიწყო პირდაპირ დევნა პოლიტიკური გამოაგდო დაიბარეს ჩვენი ელჩი. არ ვიცი რა არ გვეძახეს, ლამის მაპატიე და გვაგინეს თუ რამე გაგვაშთა და თუ რამე ღირებული და ვიმე ღირსეული ყავდა. და ეხა ამ ყველაფრის მერე, ნუ ეხა დღეს რო ამას ვისმენთ. დღეს რო ვისმენთ, რომ ამერიკის დაზვერვის შეფი ამბობს ამ განცხადებას, რომ ჩვენ ქვეყანას ითხრევენ ომში და ეს იქნება საბოლოო ფინალური აკორდი ცუდის. ნუ მაშინ რა უნდა თქვა, ჩვენ გვაქვს რეალურად გავართ ან ვაკეთებთ ვართ მთელი მსოფლიო ხალხი დგას ერთ ხარეს რომ ეს ომი უნდა მორჩეს არა ყოველგვარი რაღაცა არგუმენტები იმით ვინ დაიწყო რა მოხდა როგორი ეს ომი უნდა მორჩეს და მეორე მხარეს რა არის რომ კი ბატონო მაშინ ვემზადებით მთელი მსოფლიო ემზადება კაცობრიობის გადაშენების არ ვიცი ნამდვილად ეგრე არის ესე დგას სამწუხაროდ საკითხი და როგორც ჩვენ ჯერ არ არის ეს რთული ფაზა ამ ყველაფრის მოხსნილი პირიქით სულ უფრო და უფრო მწვავდება ვითარება და კიდევ ერთი საინტერესო საკითხი რაც მინდა შემოვიტანო და რა თქმა უნდა არის კავშირში სწორედ აი ამ თემებთან გუშინ ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაიცა ძალიან საინტერესო ინტერვიუ ბატონ პროფესორ ჯონ მირშაიმერთან ეს გახლავთ ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი პოლიტოლოგი რეალ პოლიტიკის თანამედროვე თეორიის ავტორი ახალი თეორიის ავტორი და პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაუხადო თავად ტელევიზიასაც ირინა ბათიაშვილს მის გადაცემაში მოხდა ამისი პრეზენტაცია მართლა საინტერესო იყო ჩვენ უბრალოდ გამოვიყენეთ ამ ინტერვიუდან რამდენიმე მონაკვეთი მაქვს შერჩეული რაც მინდა რომ გავუშვათ და დავაკომენტაროთ პრინციპში ამ შემთხვევაში მირშაიმერი ეხმიანება აბსოლუტურად ყველა ასპექტს ამ ომისას ყველა პერსპექტივას და ძალიან გასაგებად ხსნის რომელ მხარეს რა ინტერესი აქვს და რომელ მხარეს როგორი მდგომარეობა და პოზიციები აქვს. მე ჩვენ აი ესე დავჭერით თემატურად 4 ვიდეო გვაქვს შერჩეული და 4-ვე მინდა რომ გავუშვათ ეთერში. პირველ რიგში ბატონი ჯონ მირშაიმერი საუბრობს ევროპის მდგომარეობაზე, ევროპის პოზიციაზე და საინტერესოა მოვისმინოთ როგორ აფასებს ეს ადამიანი ევროპაში დღეს შექმნილ აი ამ ომიდან გამომდინარე შექმნილ ვითარებას. მოდით მოვისმინოთ და შემდეგ უკვე ცოტნეს აზრი იქნება ამაზე საინტერესო განმოგიწოთ საუბარი. მოცემულობაა, რომ ევროპამ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ჩაიყენა თავი. რუსეთთან ურთიერთობები იმდენად მოწამლა, რომ ეს უკვე თავად ევროკავშირში პრობლემების მიზეზი ხდება. ამავე დროს კი ამერიკელები, განსაკუთრებით კი ტრამპის ადმინისტრაცია,
მეტად არის დაინტერესებული ევროპაში ამერიკული სამხედრო რესურსის შემცირებით. მათ შორის შესაძლოა ნატოს მიტოვებითაც. ეს კი თავისთავად ევროპისთვის საშინელი შედეგების მომტანია, ვინაიდან ამერიკული უსაფრთხოების გარანტიები დაიკარგება და ევროპა დარჩება მარტო. ევროპას გაუჭირდება ერთიანი პოლიტიკის წარმოება, რუსეთთან მოწამლული ურთიერთობების გათვალისწინებით და ასევე ვაშინგტონის მიერ გამყარებული ევროპისთვის გაწეული უსაფრთხოების შემცირების ფონზე. ევროკავშირი ნამდვილი გამოწვევების წინაშე დგება. დიახ, ცოტნე მოდი პირველ რიგში სანამ უშუალოდ შევაფასებთ მიშაიმერის აი ამ განცხადებას, თუმცა თქვა ჩინაარსის რა იყო ალბათ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი, ის რომ ევროპა რჩება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, იმიტომ რომ ამერიკა არის დაინტერესებული რომ გავიდეს კონტინენტიდან, შეამციროს მისი წარმომადგენლობა ევროპაში. ისიც კი თქვა ბატონმა მიშაიმერმა, რომ საერთოდ ნატო შეიძლება მიატოვოს, ხა ეს რამდენად არის, თუმცა ამ ადამიანს არ ვიცი, თუ ვინმეს დაეჯერება დედამიწაზე დღეს, ალბათ ის არის ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც შეიძლება რომ დაუჯეროთ. სანამ აი ამ აქცენტებზე ვისაუბრებთ, თვითონ უშუალოდ ამ ადამიანთან დაკავშირებითაც რომ თქვათ, ეს არ არის, ხო? რამდენადაც ვიცით, ჩვეულებრივი რიგითი მიმომხილველი, ვისი პროგნოზების ხან მართლდება, ხან არ მართლდება, ის არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და იდეოლოგი დღევანდელი ადმინისტრაციის ამერიკის. კი ბატონო, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. ნაცვლად გეთანხმებით თენგო იმაში, რომ ეს ადამიანი არ არის ჩვეულებრივი პოლიტოლოგი ან პოლიტიკის ანალიტიკოსი, ფაქტობრივად ის მიდგომა საგარეო პოლიტიკისა და ხედვა ამერიკის რაც დღეს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გააჩნია ამერიკის შეერთებული შტატები ძირითადად დაფუძნებული ამ პიროვნების და კიდევ რამდენიმე ადამიანის შეხედულებებზე მსოფლიოსთან დაკავშირებით, დაუშვათ აი ჩვენ არაერთხელ გვიხსენებია ცნობილი იაპონელი ავტორი ფუკუიამა, რომელსაც ჰქონდა თავის დროზე 90-იან წლებში ცნობილი ნაშრომის ავტორი არის ისტორიის დასასრული, ხო, რაშიც ის მოიაზრებდა, რომ ლიბერალურმა დღის წესრიგმა და იდეოლოგიამ იმდენად უნივერსალურია, რომ მთელ მსოფლიოში გაიმარჯვა და ამით ისტორიის განვითარება დასრულდა და მთელ მსოფლიოში უნდა დამყარებულიყო ლიბერალური დემოკრატია. ამის საპირწონედ დაუშვათ შეგვიძლია ჩავთვალოთ აი რეალისტური სკოლის წარმომადგენლად ბატონი მიშაიმერი, რომელიც პირიქით საუბრობდა იმ ახალ ტენდენციებზე, რომელიც მიანიშნებდა ჯერ კიდევ ძალიან ადრე საუბრობდა იმაზე, რომ ის ახალი ტენდენციები, რომლებიც მსოფლიო გეოპოლიტიკაში არსებობს, მიანიშნებდა იმისკენ, რომ არანაირი ისტორიის დასასრული არ მოხდარა და პირიქით, ხო, ეხლა შეიძლება მოხდეს შემოbrunება და ლიბერალური იდეოლოგიის მარცხი, ხო, და აქედან გამომდინარე მთელი ეს მისი ასე ვთქვათ ეს იდეოლოგიური ნარატივი არის დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ძირითადი საგარეო პოლიტიკის მიმართულება, ხო? მოდი ახლა ვისაუბროთ უშუალოდ ჩინარზე. რა საუბრობს ბატონი მიშაიმერი, აქ ყურადღება გაამახვილე ევროკავშირის დღევანდელობაზე და კიდევ ერთ მნიშვნელოვან პასაჟზე, რომელსაც ხაზს უსვამს. მიშაიმერი გულისხმობ დაუშვათ შესაძლო ნატოდან ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლო ჩახსნას. მოდი წინა ვიდეო რაც გავუშვით ქალბატონი გაბარდის და ტუსი გაბარდის, ანუ ამერიკის დაზვერვის შეფისა და მიშაიმერის ეს ორი განცხადება ერთმანეთს დაუკავშიროთ და რა კონტექსტში დაუკავშიროთ. როდესაც ტუსი გაბარდი, ანუ კიდევ ერთხელ ამერიკის დაზვერვის შეფი, ასე ვთქვათ, საუბრობს იმაზე, რომ ნატოსა და ევროკავშირის ინტერესია და მათი პირდაპირი ასე ვთქვათ, პრაქტიკული საქმიანობა ემსახურება იმას, რომ როგორღაც მოახერხონ ამერიკისა და რუსეთის ერთმანეთთან სამხედრო კონფლიქტი ჩაბმა, ხო? ამას ამბობს deep state-ის მილიტარისტულ ფრთად მოიხსენიებს ამ ხალხს და რა არის აქ მნიშვნელოვანი, ხო? გარდა ერთი იმისა, რომ ანუ ვის გასაგებად იყო ეს ჩვენთვის რაც მნიშვნელოვანი იყო, რაზეც თქვენი საუბრობთ, რომ როდესაც ტუსი გაბარდი საუბრობს ამაზე და როცა ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ხელმძღვანელი საუბრობს ამაზე, გასაგებია თუ ჩვენ რა დღეში ვიყავით რეალურად და რამხელა ზეწოლის გავლა მოუწია მართლძალას იმისთვის, რომ რაღაცა აი ამ ომში ჩაბმის, აი ამ გამალებული სურვილისგან თავი
დაგვეღწია და დაგვეცვა როგორღა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ეს ფაქტობრივად აღიარება ამერიკული მხარისგან იმ ყველაფრისა, რაც დავუშვათ საქილიკოდ მიაჩნდა ძალიან ბევრს დავუშვათ პროდასალური განწყობის ქართულ საქართველოში, ხო? ერთი ეს ამის დადასტურება ეს ერთი. მეორე რა, თავარი შინაარს ჩემი აზრით ტუსი გაბარდის ამ განცხადების არის ნატოსა და ევროკავშირის დისკრედიტაცია თავისი შინაარსით, ეს ემსახურება დისკრედიტაციას როგორც ნატოსი და როგორც ევროკავშირის ეს ემსახურება თუ უბრალოდ ასე გამოსდა. მე მგონია რომ ემსახურება. კი, რა თქმა უნდა, ამერიკის დაზვერვიშებს არაფერი ასე არ გამოსდის, როდესაც რაღაცას აკეთებს კონკრეტული მიზნითა და კონკრეტული შედეგისთვის. ხო, აქედან გამომდინარე, მისი ეს განცხადება, ეს არის დისკრედიტაცია ევროკავშირისა და ნატოს. პირველ რიგში დისკრედიტაცია რამმართულად ამას არაერთხელ გვითხოვთ ჩვენც ეთერებში ყოველთვის ვამბობდით, რომ ფაქტია და ეს არ არის ახალი, რომ აი, როდესაც ხედავ ჩვენ უკრაინის კონფლიქტის დასრულებას და მოლაპარაკებებს უკრაინის კონფლიქტის დასრულებად, იქ ხედავთ იმ ნეგატიურ როლს, რომელსაც თამაშობს ევროკავშირი და ნატო, ხო, ის თავისი რაღაცა იქ მერცებით და ფონდერლაიენებით და თავისი რუტე რა ქვია გამოსულს, ხო? რუტე სხვა შორის ძალიან საინტერესო ფიგურაა, გამოსვლას არ ჩაატარებს ისე რომ არ ახსენოს ტრამპი, რომ არ ვიცი ეს ხოტბა არ შეასხას, რომ აი მისი მზეს ფიცულობს, მაგრამ ამავდროულად ამბობს რომ ომი უნდა გაგრძელდეს და ფაქტურად თავისი მოქმედებით ეწინააღმდეგება თავის. კი ბატონო, ხო, ზუსტად აქედან გამომდინარე, რომ ვამბობ რომ ეს არის დისკრედიტაციის მცდელობა ამერიკელების მხრიდან, ეს არის დისკრედიტაციის მცდელობა იმ ორგანიზაციებისა, რომლის არსებობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი და მიზეზი თავად ამერიკის შეერთებული შტატებია, ხო? ანუ იქ ჩვენ საუბრობთ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რატომ საუბრობთ თუნდაც რატომ მუსვამს ამაზე ხას დავუშვათ შემდეგ მირშაიმერი, ხო? ანუ ის უსაფრთხოების ქოლგა, რაც აქვს ევროპას, ეს არის ნატოს უსაფრთხოების ქოლგა და სინამდვილეში მოდი ესე დავუშვათ საკითხი, აი, როდესაც საუბარი იყო აი როიტერის მიერ გავრცელებულ აი ამ ცრუ ინფორმაციაზე, როგორც შემდეგ ამას ამერიკელები თვითონვე ამბობენ, მან ერთი მთავარი პასაჟი უნდა გამოვყო და დავუშვათ ესეთი შეკითხვა, ხო? როდესაც დავუშვათ როიტერსი საუბრობს, რომ რუსეთს აქვს სურვილი დავუშვათ დაესხას ევროპას თავს. ამის ასარიდებლად რა უკეთესია შვიდობა და ომის გაჩერება უკრაინაში, იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, თუნდაც აი ევროპის ინტერესში რა უნდა იყოს, რომ დამყარდეს შვიდობა უკრაინაში და გაჩერდეს ეს ომი, თუ ამ ომის კიდევ უფრო ესკალაცია მოხდეს და კიდევ უფრო განვითარება პოვოს ამ ომმა, ხო? ანუ ძალიან მარტივად ხო არის ნებისმიერ რაციონალური ადამიანი უნდა თვლიდეს, რომ ევროპის ინტერესში უნდა იყოს არა ომის ესკალაცია, თუ ისინი გრძნობენ ამ საფრთხეს, რომ რუსეთისგან შეიძლება რუსეთმა თავი დაესხოს. პირიქით, ხო, ისინი აბსოლუტურად გითხრები უნდა ცდილობდნენ ამ ომის გაჩერებას, მაგრამ ხო ამას ჩვენ კი არა, რა ვიცი, უკვე ამერიკელებიც ამბობენ, რომ ისინი პირიქით ეწევიან ამ ომის ესკალაციას, ხელს უშლიან მოლაპარაკებების პროცესს რუსეთსა და ამერიკას შორის, ამ შემთხვევაში ხო უკრაინა მეორე ხარისხოვანია სამწუხაროდ და მეტიც, ხო, ისინი ცდილობენ სამხედრო კონფლიქტში, უშუალო სამხედრო კონფლიქტში ჩაითრონ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი. ამიტომ თვითონ ევროპელი მოსახლეობისთვისაც, რომელიც ძირითადად მშვიდობის მხარეს არის და ეს ჩანს დაუშვათ იმ ძალების პოლიტიკურ შედეგებში, რომლებიც ევროპაში მოღვაწეობენ, ხო? მათ პირველ რიგში მათთვის არის დისკრედიტაცია, მათ თვალში არის დისკრედიტაცია, ეს ერთი. მეორე, საერთაშორისო წესრიგი, სადაც დაუშვათ ნატო და ევროკავშირი, ხო, თავიდანვე ხო ვიცით, იმ საერთაშორისო წესრიგში რა იყო ფუნქცია ნატოსა და ევროკავშირის, ეს არ იყო რაღაცა ომის ესკალაცია, ან ომის გამოწვევა. პირიქით, ეს უნდა ყოფილიყო უსაფრთხოების ქოლგა, შემაკავებელი რუსეთისა და დღეს ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელი გამოდის და იძახის, რომ ის ნატო უკვე აღარ არის ის რაც იყო, ანუ ნატოს აღარ აქვს ის ფუნქცია, რომ რუსეთი შეაკავოს ან ვინმე შეაკავოს, საერთოდ პირიქით, ის არის დაუშვათ მაპროვოცირებელი ახალი კონფლიქტებისა, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს მესამე მსოფლიო ომამდე. ამ კუთხით არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება და მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ალბათ ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავიაზროთ და მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ამერიკის დაზვერვის ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნატო და ევროკავშირი ეს არის მაპროვოცირებელი სტრუქტურები, რომლებიც მიზანიც არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ერთმანეთის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტში ჩააბას. ეხლა რა არის აქ მნიშვნელოვანი? ჩვენ საქართველოს ქართულ სახელმწიფოს და მმართველ ძალას დღემდე საქართველოს კონსტიტუციაში აქვს მუხლი, 78 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენს მისწრაფებას, უპირობო მისწრაფებას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. ნატოსა, რა თქმა უნდა, პროვოკაცია იყო. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება დღეს, ასე რომ თქვათ, აი ტუსი გაბარდეს სიტყვები რომ ავიღოთ და უბრალოდ გავაგზავნოთ, ხო? თუ ნატო და ევროკავშირი მიმართულია ომის ესკალაციისკენ, მიმართულია საქართველოს, რუსეთსა და ამერიკის შეერთებული შტატების
შტატებს შორის უშუალო სამხედრო კონფლიქტის გამოწვევისკენ, მაშინ ჩვენი სურვილი ჩვენი გაცხადებული და უპირობო სურვილი გაწევრიანებისა ევროპულდაც გინდ ევროკავშირში გინდ ნატოში ეს ხომ ნიშნავს რომ ჩვენ გვაქვს სურვილი ვიყოთ თანამონაწილე იმისა რომ ნაწილი ვიყოთ ამ პროვოკაციისა შესაბამისად ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩვენ ქართულმა სახელმწიფომ და მმართველმა პოლიტიკურმა ელიტამ და სპექტრმა უნდა გაითავისოს იმ მიმდინარე პროცესებიდან რაც მიდის სოფლიოში ხო იმ განცხადებიდან რასაც ამერიკელები აკეთებენ და იმ განცხადებიდან რასაც დაუშვათ ეს მსგავსი დონის და მასშტაბების პოლიტიკის ანალიტიკოსები როგორც მიშამერია საუბრობს არის ის რომ ჩვენ რაღაცნაირად ეს რაღაცა კლიშე რომელიც რაღაცა 30 წლის განმავლობაში ნელ-ნელა თავში ჩაგვიდეს რომ რაღაცა ჩვენთვის თავარი მიზანი ნატო და ევროკავშირია დღეს ეს შეიძლება პირიქით როგორც უსაფრთხოებისგან ქონგა კი არ იყოს ჩვენთვის პირიქით ეს იყოს ძალიან საფრთხის განმაპირობებელი სხვა შორის აი მან საინტერესო რა არის მერაბ მოდი შენთან გადმოვალ ამ თემით მოკლედ რო შევაფასო და შემდეგ აი დანარჩენი ვიდეოები ძალიან საინტერესო არის მათ შორის საქართველოზე საინტერესო საუბრობს ბატონი მირჩაიმერი ამაზე გადავიდეთ მაგრამ აი სანამ ევროპაზე ვართ ეს ადამიანი პროფესორი მირჩაიმერი ამბობს რომ ევროპა რჩება უსაფრთხოების ქოლგის გარეშე ის დარჩება მარტო რუსეთთან პირისპირ და მას არ ექნება სხვა არჩევანი გარდა იმისა რომ იყოს ორიენტირებული ისევ რუსეთისკენ თუმცა აქამდე განხორციელებულმა პოლიტიკამ რუსეთთან ურთიერთობები გახადა ტოქსიკური და აი ეს ურთიერთობების დალაგება რუსეთთან ეხა უკვე ამ პოზიციიდან ევროპისთვის ძალიან ძნელია და ეს არის სწორედ ის გამოწვევა რა გამოწვევის წინაშედაც დადგებაო ევროკავშირი ამას რო საუბრობს ბატონი მირჩაიმერი ამის პარალელურად არის ვიგებთ ასეთ სიახლეს რომ საფრანგეთის ლიდერმა შესთავაზა დიალოგი პუტინს უბრალოდ 19 რიცხვში 19 დეკემბერს მაკრონმა გააკეთა განცხადება რომ პუტინთან პირდაპირი დიალოგი ევროპისთვის იქნებოდა სასარგებლო და ასევე ომის დასრულებისთვისაც რა თქმა უნდა ეს იქნებოდა სასარგებლო ამის შემდეგ ხედავთ რომ კრემლიდანაც ანალოგიური სიგნალი წამოვიდა სადაც ბატონმა პესკოვმა განაცხადა რომ და შემდეგ უკვე პარიზიდანაც ასევე იყო დადებითი სიგნალი რომ მიესალმებიან რუსეთის ასე ვთქვათ მზაობას დიალოგისკენ და აი იქით კვირაში შევთანხმდეთო რაღაცებზეო ან ფაქტიურად პირველი ნაბიჯები სერიოზული ნაბიჯები შეიძლება ითქვას ევროპელ ლიდერს და პუტინ შორის პირდაპირი დიალოგის წარმოების გაჩნდა როგორც ეს იმპულსი წამოვიდა ევროპიდან, საფრანგეთიდან, რასაც დათანხმდა რუსეთი და ასე ვთქვათ, აი ეს ხიდი აიგო ერთგვარად. ეს რატო არის ჩემი აზრით საინტერესო, რომ საფრანგეთი, რომელიც არის კონტინენტზე ერთადერთი ბირთვული სახელმწიფო ევროპაში, ალბათ ყველაზე მეტად მაინც ის გრძნობს ამ ევროპის მიმართ ევროპის უსაფრთხოების მიმართ პასუხისმგებლობას. საფრანგეთს კარგად ესმის, რომ თუ კი ევროპა დარჩა მართლა დაცვის გარეშე, ყოველგვარი თავდაცვის ქოლგის გარეშე, საფრანგეთი იქნება სწორედ ის სახელმწიფო, ვისაც ყველაზე მეტი წილი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს შემდგომ აი ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და ამიტომ ხომ არ არის ეს ფრანგების მხრიდან ამ ყველაფრის გაცნობიერების მცდელობა და მართლა რაღაც რეალური ნაბიჯების გადადგმის მცდელობა. მოსკოვთან მიმართებაში, რასაც ძალიან კარგია მართლაც, რომ მოსკოვი პასუხობს სრულიად პოზიტიურად და ისიც მზად არის, რომ აი ამ მიმართულებით რაღაც ფოთაშორის ფრანგების მხრიდან ეს ნამდვილად არის და ეხლა მახსენდება აი ყველაზე რეალობა, ყველაზე ესეთი სწორი ნათქვამი ბისმარკის გერმანელებისთვის, რომ არასოდეს არ იომოთ რუსეთთან, რადგან პირველივე მოწინააღმდეგე თქვენ ზურგს უკან ჩაგარტყავთ დანას. აი ფრანგებისთვის, ფრანგები ცოტა გონს მოვიდნენ და ეს არ მიკვირს, მაგრამ ბევრი მიზეზი მაქვს, რომ გერმანიის შემთხვევაში, გერმანელების ბედიც, ამ შემთხვევაში მაინტერესებს, რადგან ყველამ კარგად იცის, არა მარტო ვთქვათ, ჩემი ოჯახის შესახებ, არამედ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს და ზოგადად გერმანია არის საოცარი ქვეყანაა და მის ხალხი და აი ეხლა მართლა მახსენდება ბისმარკის სიტყვები თუ რატო ამბობდა და ეუბნებოდა ამას. იცით რა არის რომ და აქვე მივაყოლებ გერმანიის შემთხვევასაც. ვიდრე და საფრანგეთის მაკრონთან დაკავშირებით კიდე ერთი რამ უნდა გავიხსენოთ ჩვენ. მაკრონი იყო რომელიც ვიდრე კონფლიქტი დაიწყებოდა პირველი გახსოვთ ის ხო მაგიდა გვალი მაგიდა ერქვა თუ რაღაც ამდაგვარი როცა ზელენსკი, პუტინი ფაქტიურად ომის დაწყებამდე მაგის ხო იყვნენ შეხვედრა ერთმანეთს. მერკელი და მაკრონი. მერკელი, კი ბატონო. აი სწორად გამახსენდა მერკელიც და
საფრანგეთის როლი ყოველთვის იყო და არ ამგონია რომ მან დაკარგოს ეს ფუნქცია ძალიან კარგად და სწორად იყენებენ და ნუ ეხა მათ თავის ისტორია კარგად იციან და შესაბამისად მათი გმირების და ასე ვთქვათ გამოჩენილი ადამიანები ძალიან კარგად იციან და საფრანგეთი ამ როლს არ დაკარგავს მით უმეტეს რომ მუდმივად არის კონკურენცია გერმანიასა და მას შორის არა მხოლოდ აქ ლაპარაკი არ მაქვს ეკონომიური კონკურენციაზე ნათელია რომ გერმანია პირველი იყო ევროკავშირში ქვეყანა სიძლიერით, ეკონომიკური სიძლიერით, ინდუსტრიით და რა თქმა უნდა პირველი იყო საფრანგეთი, რაც შენ თქვი ეს ვირტუალური თავდაცვის ქოლგის ქვეშ. რატომ არ ხდებოდა ეს აი მერკელის და რატომ იყო რომ გერმანელებს ეს საფრთხე არ ქონდათ ვიდრე მერკელი იყო? იმიტომ რომ მერკელს ქონდა ურთიერთობა დაალაგებული. არა, ურთიერთობა დაალაგებულის გარდაც მე მაინც ვფიქრობ რომ პირადი კონტაქტი და იცით რა არის ჩვენ ხო აი ნაცნობობას და მეგობრობას და თქვათ კოლეგიალობას მარტო ერთი კუთხით პრინციპით არ უნდა შევხედოთ რომ აუ მე ვიცნობ ეხა თენგოს ერთი პრეზიდენტის მათ იციან ხასიათი მათი შესაძლებლობებიც იციან როგორც ინტელექტუალური ასევე რაღაცა ისტორიული მათი ავტორიტეტი იციან თავიანთ ქვეყანაში ტყუილად არ ქონდა მე მაქვს დოკუმენტური ნანახი რომელიც გერმანიის არხზე გადიოდა სხვათა შორის და მათ შორის რუსეთის არხზეც გადის გავიდა მე არ მახსოვს ეხა უბრალოდ რომელ არხზე სადაც ისეთ ურთიერთობებზე იყო მერკელსა და პუტინს შორის საუბარი, რომ დაბადების დღეზე როგორ უგზავნიდა, თქვათ, პუტინი მის საყვარელ ყვავილს და ასევე როგორ უგზავნიდა მერკელი მის საყვარელ ლუდს. ეს ნაჩვენებია, ნანახია გადაღებული. ამის ჩვენ რაღაცა უფრო ღრმად უნდა შევხედოთ. ამიტომ მერკელს ეს პრობლემა არ ქონა. გერმანიას არ ედგა საფრთხე ამის. გერმანიას დღეს ეს საფრთხე უდგას და საფრანგეთს, რომელმაც ნახა და აცნობიერებს, რომ ეს საფრთხე არსებობს, მარტო ჩვენ მაღალი დონის პროფესიონალების ნათქვამი არ გვინდა, ჩვენ იგივე თქვა პროფესორი ჯონ მიქშაიმეს და ასე შემდეგ. არამედ ჩვენ უნდა შევხედოთ რეალობას და ამას გავდივართ. ჩვენ ამას გავდივართ დღეს. ეს ხო არ არის გუშინ დაწყებული სიტუაცია. ამიტომ გერმანელების ბედიც იგივე. გერმანელების ბედიც და შენ წარმოიდგინე ბედი აქვს კიდე ფრანგებს რომ ნუ ეხა მოგწონს არ მოგწონს უდიდესი იცი რა ისტორია მე დაწერს ყველა ლიდერზე ვინ როგორ არის მაგრამ რაც არ უნდა იყოს ხო კიდევ კარგი ბედი აქვს რომ და უფრო მეტად ეთყობა აღოს ორიენტაციას ელასტიური აზროვნებასთან ერთად ორიენტაციას პოლიტიკური სწორი აქვს მაკრონს რაც არ აქვს სამწუხაროდ ეხლანდელ გერმანიის კანცლერს მერცს ხო სამწუხაროდ იმიტომ რომ გამოსავალი არა მხოლოდ ის არის რომ მონაწილე იყო რომ დასვა და მშვიდობა შენ ქვეყანაში მოხდეს ანუ ეს ორი დიდი ქვეყანა შეხვდა ჩვენ გვახსოვს ხო როგორ დამთავრდა საერთოდ როგორ გადაწყდა მეორე მსოფლიო ომი რა მოხდა როგორი გამოძახილი მოხდა როგორი სამი დიდი ქვეყანა ლიდერები შეიკრიბნენ და ჩვენ ისიც გვახსოვს მე სხვადასხვა სამიტებზე და სხვა შორის გაერო რომ იქნებოდა პირველი რუსეთი იყო მიწვეული და პირველი რუსეთს ხელი მოწერილი ამასთან დაკავშირებით ამიტომ გერმანელები მე არ ვამბობ ამას პირიქით ვამბობ გულის ტკივილითაც და გარდა იმიტომ კი არა რომ სოფლიო მშვიდობა არ გვინდა და მარტო სოფლიო მშვიდობა მარტო ჩვენ ქვეყანას არამედ რა თქმა უნდა გერმანელებს მერცი ვერ არის ისეთი პოლიტიკოსი როგორც იყო თქვა მერკელი რაც არ მოხდა და ეხლა მაინც რომ ხედავსო ფრანგი და ბისმარკის დანატოვარი სიტყვები ჩვენ კი არ უნდა გვახსოვდეს ესე და გვეწეროს გულის ფიცარზე მას უნდა ეწეროს და იმას იმიტომ რომ სწორედაც ამ შემთხვევაში არ მოხდეს რომ პირველი დაპირისპირება თუ გულში და ზურგში დანას ვინმე ჩაარტყავს ესენი არიან ფრანგები ინგლისელები და ასე შემდეგ ეს თქვა ბისმარკმა ეს იგულისხმა რომ არასდროს დაუპირისპირდეთ რუსებს არასოდეს არ იომოთ რუსებთან თორე იმიტომ კი არ თქვა რომ იმეს გერმანელი კაცი დააკნინა და გეშინია და ასე შემდეგ არაფერი დიახ იქნება დიდი გადანაწილება კიდევ იქნება ბევრი ომი ალბათ გულისხმობდა ამას და იყავით გამოიყენეთ დიპლომატიური დესვა ეს ექსია კონტინენტზე მუდმივად ასე იყო რომ თუ კი რუსეთი და გერმანია ერთმანეთთან იბრძვიან რა იგულისხმა ამ ადამიანმა რომ ამას ფრანგების და ბრიტანელების იმედზე არ შეიძლება რუსების წინააღმდეგ ომი იმიტომ რომ ისინი მოუბრუნდებიან და მე თქვენ გაიჭყლიდებით თენგო მაპატი ისტორიაში მე ვერ მოხდა ის კი არა რომ ჩვენ ისტორია ვიცით რომ თავიანთ კონტინენტზე ებრძოდნენ ერთმანეთს. ცნობილი მაგალითია, ხო ისტორიული მაგალითია ავსტრალია, როცა აღმოაჩინეს, ნუ ჯერ კუკი წავიდა და იმას რა ბედიცელია. ჯერ ავსტრალიის ფორმირება სანამ მოხდებოდა, ხახო ნახეთ. ხან ინგლისელები, ხან ჰოლანდიელები, ხან ესპანელები, სხვაგან აღმოჩენილ მიწაზე ვინ არა, რომ არ ყოფილიყო ერთი კაცი, რომელიც ჩავიდა სახმელეთო გენერალი, რომელიც იყო, მან დაალაგა, უბრალოდ მან შექმნა სახელმწიფო და უთხრა რომ არც ახალი უელსია ეს, არც ეს არის ახალი ჰოლანდია, ეს არის ავსტრალია და
კარგად ვიცი, პატიმრების იქ პირველი დაასახლეს ინგლისელებმა, სხვა შორის პატიმრები და ეხლა ეს ხალხი მარტო თავის კონტინენტზე კი არა, სხვა კონტინენტებზე ომობენ ერთმანეთს და შენ და ჩვენ რას უზავენ? პატარა ქვეყანას რას უზავენ? ეს მაგალითი ხო უნდა გქონდეს. ავსტრალიის ფორმირება სხვა შორის რთულია ვთქვათ, რომ დასრულდა. დღესაც არ არის ალბათ ეს დასრულდა, თუ სწორად მახსოვს. დაახლოებით 25 მილიონია სულ რაღაც აი ამ ხელა კონტინენტის მოსახლეობა და ყოველწლიურად მინიმუმ მილიონით 2 მილიონით მიგრაციის ხარჯები ეხლა 1832 წელს იყო პირველად 2 მილიონი მოსახლეობა. ფაქტიურად 2 დაიწყო სულ რაღაც 2000 პატიმრით სხვა და აი დღეს არის თქო მაგიტომ 25 მილიონამდეა როგორც მახსოვს და ყოველწლიურად იმატებს ამიტომ ავსტრალია როგორც აი გეოპოლიტიკური მოთამაშე ჩემი აზრით აუცილებლად გაჩნდება ძალიან ძლიერად იმიტომ მდებარეობა აგერ ერთი უნიკალური მოწყვეტილი დანარჩენ კონტინენტებს ზღვაში მოაჩინეს ოქრო რაც იყო ვიცით რაც მოხდა და დღემდე არის უმდიდრესი ნავთობითაც გაზითაც ოქროთიც ძვირფასი მოკლედ ძალიან დიდი რესურსია ამ კონტინენტზე და რაც თავარი არის იზოლირებული და მისი დაცვა ასე ვთქვათ როგორც საზღვაო იმპერია ეს შეიქმნება უძლიერესი სახელმწიფო იქნება on მომავალში ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს როგორც ვთქვით მოსახლეობა ყოველწლიურად იმატებს შემდეგი სხვა შორის ახლა გადავუხვიეთ თემას თორე აი ბატონი მირჩაიმერის ინტერვიუს შემდეგი ეპიზოდი მინდა ვნახოთ სადაც ისაუბრობს უკვე უკრაინაზე და აი ცოტნე საინტერესო იქნება მოვისმინოთ როგორ აფასებს ის უკრაინის მდგომარეობას უკრაინის და მის პერსპექტივას ვერ ვიტყვით რომ ეს არის ოპტიმისტური ასე ვთქვათ ნაწილი სამწუხაროდ ძალიან მძიმე სურათს გვიხატავს ბატონი მირჩაიმერი გავუშვათ თუ შეიძლება საბოლოო ჯამში მნიშვნელობა არ აქვს მიცემენ თუ არა ევროპელები უკრაინას ფულს. უკრაინას აქვს ორი პრობლემა: ცოცხალი ძალისა და საცეცხლე მასალის. ეს გამოფიტვის ომია. ასეთ ომში კი გადამწყვეტი ჯარისკაცების რაოდენობა და ცეცხლის ძალის ბალანსია. ვსაუბრობ артиლერიაზე, სამხედრო დრონებზე, ჭკვიან ბომბებზე. ყველა თან ხვდება, რომ უკრაინას ცოცხალი ძალის პრობლემა აქვს და ეს მხოლოდ და მხოლოდ უარესდება. იმავე მოცემულობაა საცეცხლე ძალის მხრივაც. რუსებს დიდი უპირატესობა აქვთ, სწორედ ამიტომ იგებს ომს რუსეთი. უკრაინა კი ნელ-ნელა სისხლისგან იცლება. რუსული აქტივების მოპარვა და მათი უკრაინისთვის გადაცემა რამდენად არის კავშირში უკრაინელი ჯარისკაცების ნაკლებობასთან. არავითარ კავშირში ეს არ არის. რაც შეეხება საცეცხლე ძალის ბალანსს, აქტივები ამ თვალსაზრისით ცოტათი თუ გაუმჯობესებს უკრაინის მდგომარეობას. საბოლოო ჯამში დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაუარესდება უკრაინული არმიის მდგომარეობა. დასავლური ელიტა ილუზიებშია. მათი აზრით სწორედ ამ გზით შეძლებენ ვითარების შემოტრიალებას. ბრძოლის ველზე ბალანსის შებრუნებას და უკრაინაში კი ყველა სამუდამოდ ბედნიერი იქნება. ეს ილუზიებია. აქედან არაფერი გამოვა. უკრაინა განწირულია. უკვე დაახლოებით 1 წელიწადია, თუ მეტი არა, რაც უკრაინის ბედი გადაწყვეტილია. დასავლურ ელიტას თავში ჭკუა რომ ჰქონდეს, ან მათ უკრაინა რომ ადარდებდეთ, ამ ომს დიდი ხნის წინ შეაჩერებდნენ. ამის ნაცვლად ომს აგრძელებენ და უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ტარანად იყენებენ. ეს კატასტროფაა უკრაინისთვის და კატასტროფა იქნება დასავლეთისთვისაც, რადგან ისინი ამ ომს წააგებენ. სანამ აი ამ თემას განვიხილავთ, მე მინდა შემდეგი ეპიზოდის გავუშვათ, იმიტომ რომ პრინციპში ერთმანეთთან კავშირში აქ ბატონი მირჩაიმერი საუბრობს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაზე, მის ინტერესზე, რეალურად რატომ არის უკრაინა ამ დღეში, რა დღეშიც არის, ალბათ ამით კარგად იხსნება, რომ ხა უკრაინის უსაფრთხოება, მათ შორის ამ ომში წარმატება თუ წარუმატებლობა დიდწილად არის დამოკიდებული ამერიკის დახმარებაზე, ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობაზე ამ კონფლიქტში, მაგრამ აი რატომ არის უკრაინა დღეს განწირული? ალბათ ყველაზე კარგად ხსნის აი ეს ეპიზოდი, სადაც პროფესორი მირჩაიმერი საუბრობს რატომ აღარ არის პრიორიტეტი ამერიკისთვის ამ ომში მონაწილეობა და საერთოდ ევროპის კონტინენტზე პროცესებში მონაწილეობა, თუ შეიძლება მოდი ამასაც მოусმინოთ. ევროპას უფრო ფართო კონტექსტში უნდა შევხედოთ. ამ გადმოსახედიდან კი აღმოსავლეთ აზია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ევროპა ვაშინგტონისთვის. ამერიკის დაფუძნების დღიდან 1776 წლიდან 2017 წლამდე ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ცენტრალური სტრატეგიული ნაწილი ევროპას ეკუთვნოდა. 1941 წლის 7 დეკემბერს პერლ-ჰარბორზე იაპონელთა თავდასხმის შემდეგაც ამერიკის შეერთებული შტატები პრიორიტეტს ევროპაში მიმდინარე ომს ანიჭებდა.
2017 წლამდე ევროპა ვაშინგტონისთვის მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი წერტილი იყო, მაგრამ ეს შეიცვალა და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ აზიაა, ვინაიდან სწორედ აქ არის ჩინეთი. ჩინეთი კი ვაშინგტონისთვის უპირველესი საფრთხეა. ზოგი პენტაგონში ჩინეთს მდევარ საფრთხეს უწოდებს. ამ მიზეზით კი 2011 წლიდან სწორედ ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნობისას გვესმის საუბარი ვაშინგტონის გეოპოლიტიკის ინტერესების სიმძიმის ცენტრის აზიისკენ გადანაცვლების შესახებ. ეს კი თავისთავად ნიშნავს ევროპისგან დაშორებას. საერთაშორისო სისტემაში ძალთა განაწილების სტრუქტურას თუ შევხედავთ, ამერიკელების თვალსაზრისით თუ ავიღებთ, ევროპა დიდი პრობლემების წინაშეა, ვინაიდან ის აღარ წარმოადგენს ვაშინგტონისთვის პრიორიტეტს. ცოდნე, როგორ ფიქრობ? აი ჩვენ ორი ეპიზოდი მოვისმინეთ, ერთი უკრაინასთან მიმართებაში, სადაც ბატონი მირშაიმერი ამბობს, რომ უკრაინა არის განწირული. რა თანხაც არ უნდა ჩაასხას დასავლეთმა ეხა უკრაინის ფრონტზე, ეს არ შეცვლის პირველ რიგში ჯარისკაცებისაც ცოცხალ ძალასთან დაკავშირებულ პრობლემებს, იმიტომ რომ ამდენი ფულიც არ უნდა კონდეს, ეხა ცოცხალ ძალა თუ არ აყავს, ხო ფული ვერ იომებს. და რაც შეეხება აღჭურვილობას და შეიარაღებას, ამ მხრივ შეიძლება რაღაც გარკვეული შვება მისცეს აი ამ ეხა აღებულმა სესხმა და მიცემულმა თანხებმა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეგ სურათს მაინც ვერ შეცვლის. ანუ გამოდის, რომ უკრაინა არის განწირული, რადგან რა თანხაც არ უნდა ჩაასხან მასში, ამას ვერ ექნებაო შედეგი. და მეორეც მხრივ ეს ადამიანი უკვე შემდეგ ეპიზოდში ხსნის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რატომ არის უკრაინა და ევროპა ამ დღეში, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიცვალა საკუთარი ვექტორი, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ხო, მათ შორის ჩვენს ტელეეთერში, აი ბატონი მირშაიმერი კონკრეტულ თარიღსაც ასახელებს 2017 წლის შემდეგ ხდება ეს, როდესაც აქამდე ამერიკას მისი არსებობიდან მოყოლებული დღე 2017 წლამდე მთავარი სტრატეგიული ცენტრი ჰქონდა სწორედ ევროპაში, ის იყო მისთვის ყველაზე მთავარი, მაგრამ აი ეხა ბოლო რამდენიმე წელია შეიცვალა და აზიისკენ გადაინაცვლა ამერიკის ინტერესის ცენტრმა. როგორ ფიქრობ, აი ევროპაში ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ისინი ხო შეუძლებელია ვერ აცნობიერებდნენ, რომ ისინი კარგავენ შტატების მხარდაჭერას, შტატებისთვის სხვა რეგიონები ხდება უფრო მეტად პრიორიტეტული და აი ამ ფონზე ევროპის მხრიდან კიდე აქ ვითარების გაჯიუტება, კიდე უფრო მეტად გართულება და კიდე უფრო მეტად გამოფიტვა საკუთარი თავის. არ არის ეს აი საკუთარ ფეხში ნასროლი ტყვია? თუკი ევროპაში აცნობიერებენ, რომ დღეს თუ ხვალ მათ დამოუკიდებლად უნდა მოუწიოთ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამერიკელები ამაში აღარ დაეხმარებიან. პირიქით ისინი ხო უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება შეინარჩუნონ რესურსები დღეს, არ დახარჯონ ეს რესურსები, რომ ეს მომავალში გამოიყენონ უკვე საკუთარი უსაფრთხოების გასაძლიერებლად. რა არის მაშინ ის პოლიტიკა, რასაც ისინი ატარებენ და აი როგორ შეიძლება ეს ახსნათ? რის მცდელობა ეს, რომ ამერიკელები კიდე რაღაც პერიოდი დაამაგრონ კონტინენტზე და არ გაექცეთ, ეს არის მიზანი? კი ბატონო, მოდით აბსოლუტურად გეთანხმები ბოლო იმაში, ეს არის ზუსტად ამის მცდელობა, რომ რაღაცნაირად მათ მოახერხონ ამერიკელები დააკავონ რაღაც პერიოდით კონტინენტზე და ის უსაფრთხოების ქოლგა, რაზეც ჩვენ წინ რამდენიმე წუთის წინ საუბრობდით, ხო, ნატოს სახით რაღაცნაირად იქნა შენარჩუნებული. ეს ერთი. მოდი ესე ვთქვათ, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინაში ომის დასრულება და მარცხი უკრაინისა, ეს იქნება მთელი იმ პოლიტიკური შეხედულების, პოლიტიკური იდეოლოგიის და პოლიტიკური სპექტრის მარცხი, რომელიც დღეს არის ევროპის პოლიტიკური ელიტა, ხო? ეს არ არის მხოლოდ უკრაინის მარცხი, ეს არის მთელი იდეოლოგიის მარცხი და ამას ევროპელი ლიდერები სწორედ ასე უყურებენ, რომ თუ უკრაინა დამარცხდა, არა მარტო უკრაინა მარცხდება, არამედ მარცხდება მთელი ევროპა. იმ პოლიტიკური შინაარსით, რა პოლიტიკური შინაარსით დღეს ევროპას გააჩნია. ეს ერთი. მეორე, ამ პოლიტიკური შინაარსით და ამ პოლიტიკური იდეოლოგიის მარცხი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ევროკავშირის ის ფორმა, რა ფორმითაც ის ახლა არსებობს, შეიძლება ამ ფორმამ შეწყვიტოს საერთოდ არსებობა და შესაბამისად მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, რომ მათ რაღაცნაირად მოახერხონ ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის ტერიტორიაზე შეკავება და როგორ უნდა მოახერხონ ეს არაერთხელ გვითხოვამ ჩვენ რომ აი დაუშვათ როდესაც ტრამპი საუბრობდა და იმუქრებოდა რომ თუ დაუშვათ ზელენსკი არ მოაწერს ხელს აი ამ შეთანხმებებს თუ ასე იზამს რომ ანუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ის ამერიკის შეერთებული შტატები უბრალოდ ადგება და გავა ამ კონფლიქტიდან და უბრალოდ ხელებს დაუვივა ამას არაერთხელ უთქვამს ეს ტრამპს მაგრამ მიუხედავად კი ბატონო
მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად ამ სიტყვებისა, ამერიკის შეერთებული შტატები ამ კონფლიქტიდან ვერ გადის. ხო, ეს ფაქტია. ტრამპ ძალიან უნდა ამ ომის დასრულება, ძალიან უნდა ამ კონფლიქტიდან გასვლა და სწორედ იმიტომ, რასაც ახლა ჩვენ როდესაც საუბრობდით, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა იცვლება, ჩვენ ამას ჰაერიდან ხო არ საუბრობდით, ჩვენ საუბრობთ ზუსტად მილშაიმერზე და იმ დაუშვათ მოაზროვნეებზე დაყრდნობით, რომლებიც დღეს ტენდენციების შეფასება ხო, ტენდენციებს ქმნიან ამერიკის საგარეო პოლიტიკისა, ხო? და ვიზეც არის დაყრდნობილი მთელი ის იდეოლოგია, რასაც როგორადაც დღეს დაუშვათ პრაქტიკაში ახორციელებს საკუთარ საგარეო პოლიტიკას ამერიკის შეერთებული შტატები, ხო? აქედან გამომდინარე ამერიკის და ევროპელების ეს მცდელობა რომ დაუშვათ მათ იციან რომ ანუ ტრამპს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს დღეს ესე ხელი ზაბანვით უკრაინის კონფლიქტიდან გასვლა შეიძლება იმაზე მეტის გადახდა დაუჯდეს ვიდრე მას სურს რომ გადაუხადოს რუსეთს ანუ ჩვენ ხო ხედავთ რომ რუსები და ამერიკელები ერთმანეთთან ვაჭრობენ უკრაინასთან დაკავშირებით და მათ შორის ევროპასთან დაკავშირებით და ეს არ ნიშნავს ამერიკელების მხრიდან სრულად ხელის აღებას ევროპაზე და თლიანად რაღაცა რუსეთისთვის აი ამ კონტინენტის თლიანად გადაბარებას. ხო, აქ არის საუბარი რაღაცა ურთიერთ დათმობებზე და პირველ რიგში რაც ალბათ უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკული გავლენების შემცირებაზე ევროპის კონტინენტზე და არასაერთოდ გაქრობაზე. ამიტომ თუ ის გავა ამ პროცესიდან საერთოდ, შეიძლება მას დაუჯდეს ძალიან დიდ დაუშვათ ფასად. აქედან გამომდინარე ევროპელები ამას გრძნობენ, ევროპელი ლიდერები ამას ხედავენ და ისინი ცდილობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რაც შეიძლება დიდხანს მეტი ხნით შეაკავონ ევროპის კონტინენტზე, მაგრამ ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი, ეს არ არის სურვილი ამერიკის შეერთებული შტატებისა. ეს ვერ იქნება საბოლოო ჯამში ვერ იქნება შედეგის მომდანი, კი უბრალოდ ეს არის დროის გახანგრძლივება. ფაქტობრივად ეხლა ევროპელი ლიდერები, დაუშვათ იგივე მაკრონი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ კი ეხლა გამოთქვა სურვილი, დაუშვათ პუტინთან შეხვედრისა და პუტინმაც გამოთქვა, კი ბატონო, შეხვდებიან მაკრონის იდეოლოგიის მქონე პოლიტიკოსების დრო ევროპაში თავრდება. ანუ ის არ შეიძლება აღქმული იქნას უკვე და არც არის აღქმული როგორც რაღაცა სერიოზულ პოლიტიკოსად, რომელიც რაღაცა ევროპის ხვალინდელი დღის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას. გამორიცხული ის ვერ მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას და უბრალოდ ეს არის დროის გახანგრძლივება ალბათ იმ შიდა ტრანსფორმაციისთვის, რაც ალბათ შეიძლება მოაზრებული აქვთ ევროპის დღევანდელ ლიდერებს თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ტრანსფორმაცია და ეს აუცილებლად უდგას ევროკავშირს აი ამ ტრანსფორმაციისა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 2007 წელი ახსენა დაუშვათ მეშაიმერმა, რატო არის ეს თარიღი 2017-2020 წელი, რატო არის განსაკუთრებული მნიშვნელობის და რატომ იცვლება ამერიკელების ეს ხედვები და რატომ უნდა გადავიდეს სიმძიმის ცენტრი, გეოპოლიტიკური ცენტრი სიმძიმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან შტატების ევროპიდან აზიაში. ხო, რა არის ამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაპროვოცირებელი, ხო? სინძინპინის მოსვლის შემდეგ ჩინეთში, ხო, 2017-2020 წელს უკვე ნელ-ნელა ანუ რაღაცა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველა ადმინისტრაციას აქვს თავისი სტრატეგია საგარეო მიმართულების თუ ამერიკის უსაფრთხოებისა, ხო? ასევე ჩინეთის სახელმწიფოს აქვს რაღაცა დოქტრინა, 5 წლიანი სამოქმედო გეგმა დაუშვათ ასე ვთქვათ. თუ ყველაფერი დეტალურად გაწერილი გეგმით. და ამ პერიოდში ზუსტად 2017-დან 2020 წლებში ჩნდება პირველად ჩინეთის აი ამ დოქტრინაში ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთი თავს ვალდებულად მიიჩნევს და რომ ის უნდა შეეწინააღმდეგოს მზარდ ამერიკულ ჰეგემონიას მთელ მსოფლიოში, ხო? აქ ეს კი არ არის, რომ რაღაცა ეს გასაგებია, რომ ამას ამერიკელები იქამდეც ამჩნევდნენ, რომ ჩინეთი ხდება ის ზალა, რომელიც ადრე თუ გვიან პრეტენზიას გამოთქვამს მსოფლიო ჰეგემონობისთვის, ხო? და პრეტენზიას გამოთქვამს ამერიკული ჰეგემონიის შესაკვეთად. ამას ამერიკელები ხედავენ, ჯერ კიდევ ბატონ მიშაიმერი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ჰილარი კლინტონის ვიცე-პრემიერობის დროს ხედავდნენ ამას ამერიკელები, ეს არის ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდი, ხო? მაგრამ ეს უკვე ღიად აშკარად გაცხადებული პერიოდია, როდესაც ჩინელები ამბობენ და მათ შორის ანუ უკვე იქამდე მივიდა ჩინეთი, როდესაც ამ პრეტენზიის შესახებ ღიად განაცხადა დოქტრინაში ჩაწერა, გამოაქვეყნა საკუთარ სამოქმედო გეგმას. ამას ემთხოვა რა, აიყურეთ მთლიანად რომ სურათი რომ უცებ 2 წუთი დამჭედებ, მთლიანად რომ სურათი აღვიქვათ. რა შესაძლებლობებს იძლევა ეს ყველაფერი, ხო? ეს სინძინპინი ჩინეთში მოდის 2013 წელს, ხო? მნიშვნელოვანია. სათავეში და 2013 წლის შემდეგ 2014 წელს, როდესაც ხდება სახელმწიფო გადატრიალება და ძალისმიერი დამხობა უკრაინაში
უკრაინაში იანუკოვიჩის ხელისუფლებისა, ხო? ამას მოყვება ყირიმი, როდესაც რუსები ჩაატარებენ რეფერენდუმს და მიერთებენ ყირიმს და მერე უკვე დონბასი და დონეცკის ეს პროცესები იწყება, მაგრამ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო, აქ უნდა მივაქციოთ ყურადღება ერთ რაღაცას, რომ რუსეთი თავისი საგარეო პოლიტიკის წარმოებაში ესეთი აქტიური, შეიძლება ის იძულებული გახდა უკრაინაში ამ პროცესების დაწყებით, მაგრამ ესეთი აქტიური და ესეთი დაუშვათ როგორც გლობალური მნიშვნელობის ძალა, ესეთი ძალა რუსეთი არ პოზიციონირებდა, მაგრამ რა მისცა რუსეთს იმის საშუალება, რომ დაუშვათ ყოფილიყო მსგავსი ტიპის, გამხდარიყო მსგავსი ტიპის ძალა. ის რომ ჩინეთი შემოდის როგორც რაღაცა ამერიკული ჰეგემონიის ბალანსი ეს აძლევს რუსეთს საშუალებას იმისა, რომ ისიც თავისი პრეტენზიები წარდგეს ამერიკული ჰეგემონიის წინაშე და წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ხედავთ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის სახით და საბოლოო შედეგი რა არის? საბოლოო შედეგი არის ის, რომ რასაც მირჩაიმერი ამბობს, რასაც ჩვენ ვამბობთ, ხო ეხლა ამ კაცს არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ვთქვამს იდეაში რა, რაც ჩვენ არ გვითქვამს, ომი უკრაინა რო განწერული იყო ამ ომში, ვიზახდით ომის დაწყებიდან პირველივე დღიდან, ხო, ომის დაწყების პირველივე დღიდან. აქედან გამომდინარე, აქ არაფერი ახალი არ არის, აქ ახალი შეიძლება იყოს იმ ნაწილისთვის საზოგადოებისა, რომელიც რაღაცა იდეოლოგიურად იყო დამუშავებული მაშინ და რაღაცა ეგონათ, რომ ეხლა უკრაინა შეძლებდა რუსეთის ამათი შეიძლება იყოს ახალი, მაგრამ სიამოვნებაში ხო არაფერი არ არის ახალი. აი საბოლოოდ რომ მოურჩე, აი ამ დაუშვათ ჩინეთის შემოსვლით და ამერიკის წინააღმდეგ გამოსვლით, ჩვენ ვთქვით, რომ რუსეთს მიეცა შესაძლებლობა დასავლური ჰეგემონიის წინააღმდეგ წასულიყო და რა შედეგი რა არის? შედეგი არის ის, რომ რუსები ფაქტობრივად დღეს ამერიკელებთან საუბრობენ, პრინციპში ტრამპისა და პუტინის ურთიერთობას დავაკვირდებით და პოლიტიკურ ურთიერთობას დავაკვირდებით, ერთი რაღაცა ფაქტია შეგვიძლია დავასვათ, რომ ამერიკელები და რუსები ერთმანეთთან თანხმდებიან კიდე ძალიან ბევრ რაღაცაზე. კი ბატონო და უბრალოდ ანუ ეს რაღაცა პატარა როგორ უწოდა, აღარ მინდა გავიმეორებ, პუტინმა როგორც უწოდა ევროპელ ლიდერებს, ხო, პატარა გოჭუნიები, რომლებიც ცდილობენ ამ პროცესის ჩაშლას, ხო? ეს პროცესის გადაილახება და საბოლოო ჯამში რა ხდება, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩინური ინტერესის საწინააღმდეგოდ შეიძლება ესეც დავინახოთ, შეიძლება მოხდეს ის, რომ ამერიკული და რუსული სახელმწიფო ინტერესები გადაიკვეთოს რაღაც გარკვეულ დონეზე და რუსეთმა მიიღოს და ფაქტობრივად უკვე ფაქტია ეს, რომ მიიღებს იმ დაუშვათ თავის გაცხადებულ და მიაღწევს იმ თავის გაცხადებულ მიზნებს, რომელიც მას გააჩნია როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასევე ევროპის კონტინენტზე. კი ბატონო, საინტერესო იქნება უბრალოდ აი შენ თქვი რომ ეს ინტერვიუ აქამდე ვინც იდეოლოგიურად დამუშავებული იყო, მაგათთვის იქნება საინტერესო. მე მეჭვება რომ მაგათთვის ეგ იყო საინტერესო, აი სასაული არის მაკრონის და პუტინის აი ამ შეხვედრის ამბავი, ხა ყველამ ხო ვიცით როგორ მოხდა, ხო? ანუ ქრონოლოგია. მაკრონმა თქვა, გააკეთა ღიად განცხადება, პუტინის პრესსამსახურმა უპასუხა ამ ყველაფერს და მე ამას ისე მაკრონი გამოეხმაურა დიდი სიხარულით. თავარი რო არის როგორ აშუქებს, იცი ამ ყველაფერს? აი, რავი, თავის თავს რატო ატყუებენ თუ თავის მსმენელს თუ მაყურებელს რატო ატყუებენ? პუტინი მაკრონთან შეხვედრას ითხოვს. აი ამ სათაურით აქვეყნებენ და მე სადღაც ტექსტის ბოლოში აქვს მიწერილი, რომ თუმცა 19 ესა თვითონ მაკრონმა განაცხადა, რომ იქამდე ტექსტი ახლა თვითონ ხო იციან ეს თავისი მკითხველი, რომ მარტო სათაურს კითხულობს და ტექსტის სამკითხველი არავინ არ არის იქიდან 95%. ჩვენ ხო საერთოდ სხვა უბედურება გვჭირს მათი სახით. ხო და არ არის ისი თქმა, მინდა ეხლა რომ იცი რა არის, აი თვითონვე თუ არ იციან რომ დეზინფორმაციას ავრცელებენ ეხლა. ხო იციან სიმართლე როგორც არის, კაცო, ყველამ კარგი. თვითონვე უწერიათ მე ტექსტში იქ სიმართლე როგორც არის, მაგრამ გამოაქვთ ისეთი სათაური, რაც აი მთლიანად ცვლის ნიუსის კონტექსტს. ხო რომ თვითონ აქეთ ეხა პუტინი ეხვეწება მაკრონს, რომ ნეტა შემხდიო. და აქედან ეს თავი დებილი ისინი მკითხველები ვინწყავთ, ხახახა აქვთ ერთი ამბავი, ხედა გაუჩინდა. ხო კარგად იცი რა არის ტელევიზია და მომშლელია რომ ამდენი წელია ტელევიზიაში ვარ. ვიცი, კარგად ვიცი მე რა, მაგრამ უბრალოდ რა მინდა იცი თქვა რომ ამაზე ეს უნდა იყოს დასჯადი საქართველოს. კი, მაგრამ ეს კიდე საკი პრობლემაა. საკი პრობლემა. ამაღიზიანებელი არის უბრალოდ. მოდი მინდა ბოლო მონაკვეთის გავუშვათ და ალბათ ამით ძალიან მოკლედ საქართველოსზე რომ კი, აი საქართველოსთან დაკავშირებით საუბრობ სწორედ ბატონი მირჩაიმერი და ამაზე მინდოდა რომ აუცილებლად გაგვემახვილებინა ყურადღება იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა საერთოდაც არ არის მოხსნილი, ანუ დასავლეთის მხრიდან ისეთი დღისესრიგის მოხვევა, რამაც რუსეთთან სერიოზულ შარში შეიძლება გავხვიოს და ამაზე პირდაპირ გვაფრთხილებს ეს ადამიანი, როგორც თქვით, ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის მთავარი იდეოლოგზე არის საუბარი, მოვისმინოთ თუ შეიძლება. Well, what's happening here, and this is very important to understand, is
მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ რუსეთი ნატოსთან ომშია. სხვა სიტყვებით, ევროპა არის რუსეთთან ომში ჩაბმული. ევროპა და მათ შორის ევროპული მედია, ევროპული პოლიტიკური ელიტა დაინტერესებულია რუსეთის პოზიციების დასუსტებით. დასავლეთს თავის წარმატებად მიაჩნია საქართველოში ვითარების არევა სახელმწიფო გადატრიალებით ან საქართველოს ხელისუფლების იძულება გაატაროს ანტირუსული პოლიტიკა. ზუსტად იმავე მოვლენებთან გვაქვს საქმე უკრაინაში. ევროპა იყენებს უკრაინას როგორც ინსტრუმენტს, რათა რუსეთის სისხლისგან დაცალოს. რუსეთი რომ დაასუსტოს. მე ვიტყოდი, რომ საქართველოს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ აღმოჩნდეს ისეთ ურთიერთობაში ჩართული დასავლეთთან, რომელიც რუსების გადმოსახედიდან საფრთხედ იქნება აღქმული, რადგან მერე უკვე რუსეთი იმოქმედებს საქართველოში არეულობის გამოსაწვევად. ეს კი საქართველოს არანაირად არ სჭირდება. Which I would think is the last thing Georgia wants at this point in time. საინტერესოა, მერე უკვე რუსეთი იმოქმედებს, აქამდე ხო დასავლეთი იმოქმედებს არეულობის გამოსაწვევადო და თუკის და როგორ ჩანს ბატონი მირჩაეველი ხედავს ამის რისკებს და საფრთხეებს, რომ საქართველოს მიუხედავად იმ კურსისა, რაც აქ დღეს ჩვენს ხელისუფლებას არჩეული და კი ბატონო, რევიზია ნამდვილად მიმდინარეობს საგარეო პოლიტიკის იმ კუთხით, რომ უკვე ცოტა რეალურად ვისწრებთ დასავლეთის შეფასებას, რეალურად რა ძალაა და რეალურად რა ინტერესები აქვს და აქამდე რომ ეს გვეგონა რაღაც ალტრუისტული სივრცე, რომელიც სრულიად უანგაროდ ეხმარება დანარჩენ სოფლიოს იკეთით, დაიწყო როგორც იქნა ჩვენმა ხელისუფლებამ ამაზე საუბარი, მაგრამ აი თუ ჩვენ საუბრობთ საგარეო კურსის რევიზიაზე, რევიზია მარტო ერთი მიმართულებით არ უნდა მოხდეს. ხო, ალბათ, სწორი იქნება, რომ თუ დასავლეთის შეფასებას ვიწყებთ სწორად და ობიექტურად, სხვა მაშინ იგივე რუსეთიც უნდა ახლიდან უნდა მოვახდინოთ იქაც, ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცეების გადაფასება უნდა მოვახდინოთ და მე პირადად ეს საბეჭდილება დამჩა ამ შემთხვევაში, აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი მართლა თანამედროვე რეალპოლიტიკის მთავარი იდეოლოგისა, რომ საქართველოს არა აქვს სხვა არჩევანი, სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ გაუწიოს ანგარიში იმ რეალობას, რა რეალობაშიც ვართ, გაუწიოს ანგარიში რუსულ ფაქტორს, რომელიც არის ამ ომში გამარჯვებული, ახლა გინდა თუ არ გინდა. ამერიკა გადის ჩვენი კონტინენტიდან, ევროპა ხედავთ, რომ აქეთ იწყებს ახლა იმაზე ფიქრს, რომ იქნებ რამენაირად პუტინთან დავლაგდე და ჩვენ რაშვებით ამ დროს. კარგი დასავლეთი გავიგეთვი, რომ ეს არის რაღაცა დემონური ძალები, როგორც ახლა ლაპარაკობენ ჩვენ ხელისუფლებაში, მაგრამ კი ბატონო, დასავლეთი აღარ გვინდა რაშვებით, აბა ყველასთან ომში ვართ მაშინ? თინგო რა არის, იცი რომ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ახლა ჩვენ არც ბატონი ჯონ მიქშაიმერი გვჭირდება და მაგისთვის აქ გვჭირდება, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ საკმაოდ გონივრულად, საკმაოდ ფრთხილათაც, საკმაოდ დიპლომატიურადაც, საკმაოდ საკუთარი ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ გუნა გადავდგა თითო ნაბიჯი, რაც შეეხება, თქვათ, ჩვენ მეზობელ უდიდეს მეზობელ რუსეთს. და არა მარტო რუსეთთან დაკავშირებით. ეხლა ის რომ რაც მიქშაიმერმა თქვა და რასაც ის ხედავს, ჩვენ ახლა არ ვიცი ვინათ რომ ვინ ყავდა ჩვენ და ალბათ ბევრი ყავდა, მაგრამ ჩვენი ტიპის ჩვენ აი ბისმარკის მაგალითი რო ავიღოთ, ჩვენ რა ვინმეს გაფრთხილება გვინდა, რომ ჩვენთან ყველაზე მთავარი ამოცანები რაც გვა გადასაჭერი რუსეთთან და რუსეთი ეხლა კი არ გახდა დიდი თქვათ ძალა და მან ეხლა კი არ, მას უბრალოდ როგორც ცოტნე თქვა იმ საკითხებში რაშიც ინერტული იყო, ხო, უბრალოდ არ ნიჭებდა უპირატესობას, რომ ხაზი ყურადღება გაემახულებინა და ეხლა რა თქმა უნდა ავტომატურად შენ თვითონ მიეცა შანსი და გარემო სამყარომ შექმნა და მას უფრო მეტად გამოაფხიზლა და სწორიც არის, ხო? რუსეთის პრეზიდენტი, რუსეთის მთავრობა, ხელისუფლება იბრძვის და იღვაწის საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და რაც ამბობს მიქშაიმერი იმას, რაც არ გვითხოვს, ან ჩვენამდე არ უთქვამთ, ვინც ნორმალურად აზროვნებს, რომ არასოდეს არ შეიძლება რუსეთთან ვიყოთ ესეთ არც ერთი ლოგიკით. არა მხოლოდ იმ კუთხით, რაღაც მართლმადიდებლური, მეზობლური, ამ ჩვენი პატარაებისა და ამხელაერის ურთიერთთანაცხოვრების და ასე შემდეგ, არამედ ზოგადად ასეა, მით უმეტეს როცა დიდი მსოფლიო გადანაწილება. რაც შეეხება ხა დასავლეთს და ევროპას, ხო? აი კრიზისი მარტო ლიბერალებში, ანუ ზოგადად აი ლიბერალიზმის კრიზისი არის სერიოზული. მაგრამ იმდენად სერიოზული კრიზისი ეთყობა, რომ ეს მოდი ასე ვთქვათ რა, ეს დიდი დასავლეთი, რო კითხო ძალიან საკმაოდ ისეთი კრეატიული თანამედროვე პოლიტიკოსები და ასე შემდეგ, აი გავიხსენებ ერთ მაგალითს, ცოტნე ამასინათ იყო მიწვეული იმედის ეთერში და თემა იყო ძალიან მარტივად. ერთი კითხვა იყო დასმული.
ეგრეთ წოდებული ჩვენი დაშინება და ჩვენი მუდმივად რაღაცა იმის ქვეშ ყოფნა, რომ გინა თუ არა შეგიწყვეტავთ ვიზებს. ეხლა შენ წარმოიდგინე, რა დონის კრიზისია, არა მხოლოდ იდეოლოგიური, არამედ რა დონის კრიზისია, მაპატიეთ, აი როგორ ვთქვა, ძალიან მდაბიო, აი რაღაცა მეშანური რაღაც შეშინებებით, რომ იცი რა, ეხლა თქვენ ეს არ გინათ, ხედავთ და მუდმივად გვაშინებ, რომ ვიზებს შეგიწყვეტავთ. აი ეს გამოიხატება ზუსტად ამაშიც და ჩვენ შემთხვევაში ეს არ გვაძლევს ჩვენ მოდუნების საშუალებას, იმიტომ რომ მათ ესეთ დაპირებებს კი არა და ესეთ შიშებს, ესე თქვა გაფრთხილებებს. ყავს ეს ადამიანები ზუსტად შენ რო თქვი, იგივე მთავარი, იგივე სხვადასხვა TV პირველი, ისეთი რაღაცა პროპაგანდა, მედია პროპაგანდა, ფინანსურად საკმაოდ ძლიერი, რომ ამას რო დაიხვევს, ამას ატყდება თელეამბატური სინამდვილეში. სერიოზული კრიზისი თავად ევროპას აქვს, სწორედ აი ამ სოფლიო გადანაწილებიდან, სწორედ იქიდან რომ მძინარე დათვი რა მარტო საქართველოსთვის გაიხვიძა, ჩვენ რო გეუბნებიან ხოლმე, გახსოვთ თქვენ რა განცხადებები იყო, რომ მიდით ეხლა გაქვთ შანსი აფხაზეთი დაიბრუნოთ, მიდით ეხლა გაქვთ შანსი სამაჩაბლო დაიბრუნოთ, მიდით ეხლა სწორედ და თურმე აღმოჩნდა, რომ ის ხალხი, რომელიც დიდ გეოპოლიტიკას ქმნის და ასეა და გეოპოლიტიკა გეოგრაფიის გარეშე არ არსებობს, როგორც ასევე ეკონომიკის გარეშე არ არსებობს, მათაც მოუწიათ იმაზე დაფიქრება, რომ დღეს მოწიწებით საუბრობენ სხვადასხვა საფრთხეებზე, ეს იქნება რუსეთი, ეს იქნება ჩინეთი თუ ამერიკის შეერთებული შტატები. ევროპას თავის პრობლემა აქვს და იმ დონემდე დავიდნენ, რომ საქართველოს მოსახლეობას საუკუნოვან ისტორიას, არ ვიცი, რას არ გაუძელით, რა დაპირება არ იყო, მაპატიეთ, რა გადაგდება არ იყო ჩვენ ისტორიაში, რა ზაკრობა არ იყო შიგნით, რა ღალატი არ იყო შიგნით, საკამაოდ გემოვნებიანად, საკამაოდ გონივრულად გავიარე და თურმე ირკვევა და მე ამაყება დღეს ამაში, რომ იმ გემოვნებიან დასავლეთზე, ევროპაზე მეტად თურმე ჩვენ ახლა გავარ და არავითარ შემთხვევაში არ გვეშინე, როგორც თქვა, ცოტნე მგასა პასუხი ეგრეთ წოდებულ ვიზებთან დაკავშირებით. ნუ ვის უწყვიტავთ ამ ვიზებს? ბოლოს და ბოლოს თუ პოლიტიკოსებთან გაქვთ რამე გასარკვევი, მილიონი მექანიზმი არსებობს, გასო პოლიტიკოსები დაასაქცირე, თან ასაქცირე პოლიტიკოსებს, მაგრამ არა, იცოდე შენ, ხო, ხალხიც უნდა დავასაქცირე. ეს არ არის მიდგომა არც ერთ საუკუნეში. აი გლადიატორების მიმართაც კი რომის მაშინდელ ხელმძღვანელობას სხვა მიდგომა ქონდათ, იმიტომ რომ მათაც ქონდათ გლადიატორსაც ქონა უფლება ყოლოდა ოჯახი, იბრძოდა ყოველ შემთხვევაში მოქალაქეობისთვის, იბრძოდა თავის უფლებებისთვის და ეხლა ნუ ვის გააკვირვებენ ამით ხალხო, ჩვენ გადავრჩით. გადაგვარჩინა მართლა რაც ჩვენმა სიბრძნემ, იმ განათლებამ, იმ ცოდრამ, იმ გამოცდილებამ, რელიგიამ და მართლმადიდებლობამ, რომელსაც ვიცავ და ეხლა დიდი ბოდიში თუ მე ჩემ იდენტობაზე მინდა სხვანაირად თქვა და ვერ ხარ აი სხვანაირად ყოველთვის როცა ხარ, როცა იცი როგორ არის გამოთქმა, როცა ხარ განათლებული შეიარაღებული, ესე იგი ხარ მზა, აი როცა რამის ცოდნა გაქვს, ინფორმაცია როცა გაქვს, მზად ხარ, როცა განათლება გაქვს და როცა იცი რაღაცაში განათლებული ხარ, წაკითხული გაქვს, გამოცდილებით იცი, არაფერი და ვერაფერი ვერ შეგაშინებს. მით უმეტეს ისეთი დაპირებები, რომლებიც უბრალოდ უკან უბრუნდებათ, ბუმერანგივი ძალიან ცუდად, ხო? ეს არის ყველაზე მთავარი და კიდევ ერთხელ ვამბობ, ხელისუფლებამ დღევანდელმა ხელისუფლებამ და დღევანდელი ხელისუფლება არის უკვე მე-14 წელია, ხო? კიდევ ერთხელ უფრო მეტად ვიცი ძალიან ბევრი უამრავი პრობლემა არის, როგორც შიგნით, ასევე ჩვენ მართლა მოსახლეობაში და ამას ვხედავ და უმძიმესი სხვა დიდი პრობლემები გაქვს გადასაჭრელი, მაგრამ ამ საკითხიასაც ვქო ბოლომდე პრინციპულად უნდა იყოს. არ შეიძლება რომ ვიღაცების ნათქვამის გამო, იმიტომ რომ აიმე ის რა სიტყვის შემზე, ამის გამო ჩვენ გამოვიდეთ და პოლიტიკა შევცვალო და ახლა მაპატიე და ვიღაცისთვის გოიმი არ ვიყოთ რა. გოიმები თუ იმი არიან და ცუდის მომასწავლებელი საკუთარი ქვეყნისთვის. ჩვენ ვიცით ვინც არიან ესენი ციხიდან გამოდიან და რას ამბობენ თურმე ციხეში რა აკლდათ, ციხეში შედიან და რის გამო შედიან რას ამბობენ და ნუ ეხა თან არიან ძალიან მაგარი პატრიოტები, თან არიან მაგარი ლიბერალები, ანტისაოკუპაციო აქცია უნდა მოეწყო თავის სტილში და არ მოაკლებდნენ აღარც მაგის დეფიციტი არ ექნება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივე ტელევიზიას, დიდი მადლობა ჩვენს და მაყურებელს და ვფიქრობთ რომ სეზონს დავხურავთ ძალიან საინტერესო გადაცემით და შემდეგ უკვე გვექნება საშუალება ასევე კიდევ სხვა საკითხებზე ვილაპარაკოთ უკვე ჩვენი ახალი მედია სააგენტოთ. მადლობას გადაგიხდით მეგობრებო პირველ რიგში მონაწილეობისთვის, მადლობას გადავხდი მსმენელს. იმედი გვაქვს რომ მოგეწონათ ჩვენი ეთერი და შევეხეთ თქვენთვის საინტერესო საკითხებს. დიდი მადლობა და გემშვიდობებით 4 შაბათამდე კარგად ვსანდებოდეთ.